მე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. რამდენიმე წამში პირდაპირ ეთერში მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიდე გათავისუფლდება თუ არა პატიმრობიდან გიორგი ოქროპირიძე, იგივე ოქრიკა ამ წუთებში მახარაძის დედასთან ერთად მათი ახლობლები არიან შეკრებილი და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. თქვენ მათ პირდაპირ ეთერში მოусმენთ. ასევე კაბელების საქმის მოულოდნელი შემრიალება ირაკლი ალასანიას დაჭერილ თანაგუნდელებზე სასამართლო პროკურატურის არც ერთი მტკიცებულება დასაშვებად არ ცნო. ტოვებენ თუ არა დაჭერილები საპატიმროს ირაკლი ალასანიას პირველი რეაქცია დღეს. ასევე სააკაშვილის ყვარლის სახლი და ბიზნესმენი, რომელსაც თავის დროზე ნანგრევები მილიონად აყიდინეს. გუშინ ტელეკომპანია კავკასიაში დაპირისპირების შემდეგ სააკაშვილის ადვოკატი და ბიზნესმენი შოშიაშვილი დღეს რეაქციის სტუმრები არიან. ყვარელში ნაციონალები დღეს მიშა მაგარიას სიმღერით დახვდნენ. დღევანდელ გადაცემაში თქვენ ასევე მოусმენთ საქართველოში დაბრუნებულ ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას, რომელიც ამბობს, რომ სოზარ სუბარმა და დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მას ბესოხარციანის საქმეზე გაჩუმების სანაცვლო ჯილდო შესთავაზეს. დღეს გადაცემაში ასევე მოისმენთ მთავარი პროკურატურის პასუხებს და დებატებს ქართულ სამართლიანობასა და სამართალზე. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვით, ქართული სამართალი. რეაქციის ბოლოს კი პირდაპირ ეთერში ჩართვა თამაზელის ბარაშვილის თავშესაფრიდან, ტრაგედია, რომელმაც სრულიად ქვეყანა შეძრა და რომლის მიმართაც ჩვენს გარშემო თითქმის არავინ დარჩენილა გულგრილი. 2 საათის განმავლობაში ღისა და კვირის ყველაზე საინტერესო თემები დღეს რეაქციაში. ბიზნესმენი, რომელსაც წლების წინ ნანგრევები მილიონად აყიდინეს, დღეს ის საკუთრებაში მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლის გადაცემას მოითხოვს. ქონების დაბრუნება საკუთარი მეთოდით თუ უნდობლობა საქართველოს პროკურატურას. დღეს რეაქციაში რა უნდა შოშიაშვილს? სრულფასოვანი და იდეალური ალბათ აღდგენა სამართლიანობის ვერ მოხდება, მაგრამ მოხდება ძალიან დიდი ნაწილის. ვინ როდის და რა ფორმით დაიბრუნებს სარწმელს, როგორ მუშაობს პროკურატურის ახალი დეპარტამენტი, რომელშიც ათასობით საქმეა შესული. დებატები რეაქციაში, საღამოს 10-ზე სამართლის აღსრულების მოლოდინში ყოფი საზოგადოება. სამართლის აღდგენის მიმართულებით ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ, მაქსიმუმად უნდა დავუჩქაროთ ეს პროცესი. ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოს სკანდალი დატოვა, მოკლური ბესოხარძიანის მეგობარი თბილისში დაბრუნდა. რა აქვს სათქმელი? ირაკლი კორძაიას საგანგებო რეაქცია დღეს ზუსტად 22 საათზე. ყველა დეტალი ამ საუბრის მეანიშნებდა იმისგან, რომ მე ალბათ გარკვეული ჯილდო სანაცვლოდ უნდა გავჩუმებული ვიყავი. ტრაგედია ელის ბარაშვილის თავშესაფარში, რომელმაც საზოგადოება შეძრა. რა ეშველება ჩვენს უმწეო მეგობრებს, რომლებიც თავის დროზე პატრონებმაც გაწირეს. დღეს უყურეთ და მოусმინეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მეგობრების გადარჩენას ცდილობენ. ვიწყებთ საღამოს 10-ზე. გაქვთ თუ არა სამართლიანობის განცდა? ესაა ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა. ჩაერთეთ ინტერაქტივში, ზარი უფასო ასევე გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook-ზე სახელწოდებით რეაქცია. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ. სამართალი ქართულად, სკანდალური სასამართლო პროცესები, დებატები, პოლიტიკური შეფასებები. რეაქციას ხსნის ჩემი კოლეგა ლევან ჩხაიძე, რომელიც ამ წუთებში მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახის ახლობლებთან ერთად იმყოფება. გათავისუფლდება თუ არა გიორგი ოქროპირიძე, იგივე ოქრიკა პატიმრობიდან ნაფიც მსაჯულთა მოულოდნელი შედეგი ლაშა მახარაძის მკვლობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. თუ 10 ივნისაც იგივე მოხდება, ოქრიკა პატიმრობიდან გათავისუფლდება. მე ინტერაქტივს შეგახსენებთ, გაქვთ თუ არა ქვეყანაში სამართლიანობის განცდა? მას ასე ლევან ჩხაიძეა პირდაპირ ეთერში. ლევან, საღამომშვიდობის, რა ხდება ეხა შენს გარშემო? საღამომშვიდობის, მრგვალბაღში შეკრებილი არიან ლაშა მახარაძის ოჯახის ახლობები და ასევე მოქალაქეები. აქ დაიწყეს მოქალაქეებმა ხელმოწერების შეკრება მოთხოვნით, რომ 12 ივნისს გიორგი ოქროპირიძე არ გათავისუფლდეს სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან. სწორედ ამ დღეს იწერება მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ვადა და გამომდინარე იქიდან, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა მას ვერ გამოუტანეს ვერდიქტი 21 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში არის თუ არა გიორგი ოქროპირიძე დამნაშავე, ის კანონმდებლობით 12 ივნისს უნდა გათავისუფლდეს. ჩემს გვერდით ახლა იმყოფება ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე. პირველი კითხვა მინდა დაგისვათ, რამდენად მოუთქვენ ესწრებოდით სასამართლო პროცესებს და ეს არის ყველა მოწმის დაკითხვას, ასევე ბრალდებულმა ჩვენება მისცა სასამართლოს, თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება? დიახ, ისა, რა ვთქვა ახლა, რომ ძალიან მოულოდნელი იყო, მოვიტყუები, რადგან მე ვესწრებოდი ყველა სხდომას, სასამართლოს ყველა სხდომას ვესწრებოდი და იქ შევნიშნე ჩვენ რიგი დარღვევები. რა დარღვევებზე საუბრობთ? დიახ, დარღვევები იყო
კერძოდ იყო ნაფიც მსაჯულზე ზეწოლა. ერთ მსაჯულზე ზუსტად დავადგინეთ, რომელიც ჩვენ აღნიშნეთ პროკურატურასთან ერთად. მოვახსენეთ მოსამართლეს. რა ზეწოლაზე იყო საუბარი? არა, ეხლა ესეთი ზეწოლა, როგორ ცოტა ისეთი ნათქვამია, გეტყვით რაშიც იყო საქმე, თუ ესე უფრო ჩავწვდებით ღრმად. მოკლედ აღმოვაჩინეთ ნაფიცი მსაჯული, რომლის ახლო ნათესავს და გიორგი ოქროპირიძეს ერთი და იგივე ადვოკატი იცავს. ამიტომ აქ უკვე ძალიან ადვილი დასადგენია, რომ უკვე მიდგომა იყო ნაფიცი მსაჯული განწყობილი იყო გიორგი ოქროპირიძის ადვოკატის გავლენისკენ იყო, ისე იყო რა მიმართული საქმე, ეს ადვილად იყო შესამჩნევი. სასამართლოს მიმდინარეობის პერიოდში ჩვენ ვაცნობთ ეს მოსამართლეს ქალბატონ ეკა არეშიძეს ვთხოვეთ რომ აეცილებინა ამგვარი პრინციპში დანაშაულია ჩემთვის, იმიტომ რომ განიხილება ისეთი მძიმე დანაშაული, როგორიც არის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, რომელიც ჩაიდინა გიორგი ოქროპირიძემ და ეს ხალხი არის ყველა მოწმე ამისი და ჩვენ არაფერს არ უგონებთ. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ესეთი ბოროტი ხალხი და ბოროტად განვეწყოთ ვინმეს მიმართ და ვინმეს დავაბრალოთ ესეთი მძიმე დანაშაული. რა არის თქვენი მოთხოვნა? ჩემი მოთხოვნაა რომ სახელმწიფომ გამოყოს ბერკეტი რამე ისეთი მე ხა მოვისმინე ტელევიზიით მოვისმინე როგორ გვერდზე დამიდგნენ იგივე ეკა ბესელია იგივე თეატრულუკიანი დანდიერის გამოსვლა მოვისმინე ზუსტად 9 საათით ადრე რომელმაც ბრძანა რომ განსაკუთრებით მძიმე ესეთ მძიმე დანაშაულებები როგორიც იყო მაგალითად ჩემ შემთხვევაში განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში შესაძლოა ქალბატონი მაია გვენეტაძეს ვთხოვოთ, რომ გვიშვამდგომლოს, რომ მოიხსნას ნაფიცი მსაჯული ამ შემთხვევაში და გადაეცეს მოსამართლეს განსარჯელად ეს გიორგი ოქროპირიძე, იმიტომ რომ ეს ამას იმსახურებს, ზუსტად ვიცი. დედამისი გამოვიდა დღეს მთელი დღე, გამოდის 1000 ტყუილები, თვითონ სტრასბურგში რაღაცეები გაიმარჯვა, ეს ხალხო არ დაიჯეროთ, ეს ყველაფერი ტყუილია. ქალი დგას და სულ ქაღალდებიდან კითხულობს, რაღაც რიცხვები არ შეეშალოს თავის შვილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სასამართლოზე ქონდა ესეთი აცდენები და რომ აღარ გაიმეოროს, ხალხი უნდა შეიყვანოს შეცდომაში. ეს არ მოხდება. ამიტომ ვდგევართ აქ ჩვენ ამდენი ხალხი, ამდენი გულშემატკივარი, ლაშას მეგობრები, ჩემი ნათესავები, რომ ყველას უნდა რომ დამნაშავედ დაისაჯოს, ნამდვილად დაისაჯოს სამართლიანად. და მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა. ლაშა მახარაძის ნათესაობი დღეს აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ 12 ივნისს გიორგი ოქროპირიძე გათავისუფლდება სასჯელ ახსრულების დაწესებულებიდან, ის ნათესაობი და მეგობრები თვითონ აღასრულებენ სამართალს. რას აპირებთ ბატონო ზაალ? რას აპირებთ თუ სახელმწიფომ ხელისუფლებამ არ გაითავისა ხალხის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალი უნდა ზეიმობდეს ყველა შემთხვევაში. რაღა დაგვრჩენია იმის მეტი, თუ ჩვენ თვითონ არ დავიცავით ჩვენი თავი და ჩვენი ღირსება ჩვენ თვითონ არ დავიცავით. ჩვენ თვითონ დავიცავით, ლევან როდესაც ერი სახელმწიფოს მოხელეები უმაღლესი ჩინით როგორ დაიცავთ? არა, მოგახსენებთ, როდესაც უკვე განწყობაზე არიან, რომ სამართლიანად წარიმართოს ეს საქმე. და თუ არ იქნა, რა ვქნათ მაშინ ჩვენ ისე ხო ვერ მივიდეთ ხელებს ჩაწყობილი და მკვლელმა კიდე ორი ახალგაზრდა ანგელოზივით ბიჭები ჩააწვინა მიწაში და დედამისი გამოდის უსირწყვილოდ აცხადებს, რომ ეს იყო ფალსიფიკაცია, ეს იყო რაღაც შეთქმულება მის მიმართ, მაღალჩინოსნების მიმართ, ეს სიგიჟეებია უკვე, სიგიჟეში გადასული ბოდვებია და ჩვენ სადამდე უნდა ვაპარბაშოთ ქუჩაში მკვლელი, რომელიც დინოსავით იმ ახალგაზრდა ბიჭის თალოყაძის დედის მსგავსად ჩავებში უნდა იარონ თან წარმოუდგენელი მის ამ პარტავნობით ჩადენილი მკვლელობის გამო. ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ ნაფიც მსაჯულებზე ოქროპირიძის მხრიდანაც ხორციელდებოდა ზეწოლა. კონკრეტულად რო ვთქვათ ჩვენს მაყურებელს, რა ფორმით ახორციელებდა ვთქვათ ის ზეწოლა? იცით, აი საერთოდ ოქროპირიძე საკმარისად იკავებდა თავს, რომ ეს არ გამოემჟღავნებინა თავისი ნამდვილი სახე. მაგრამ მან მაინც ვერ შეიკავა ბოლომდე თავი
და ხელის მინიშნებებით, პირის მოძრაობებით, არა თუ მარტო ნაფიცების მხარეს, იყო ეს ჩემ მხარესაც, ბიჭების მხარესაც, თავზე ხელის მიდებებით, რომ გაგიხვრი თავშუბს ამას ნიშნავდა მისი მოძრაობები. ესე იგი, ყველა უნდა რომ შეეპყრო დიდი შიშით, რაც მაგას ჩვევია. როდესაც ადამიანი უიარაღო არის აბსოლუტური მშიშარა, მხოლოდ იარაღით აშინებდა ხალხს და ხელის მოძრაობებიც მაგის დამადასტურებელი იყო, რომ მე აქედან მალე გამოვალ ორ კვირაში ესეთი მოჩვენებები აქვს, ოღონდ და ყველას მოგკლავს რა, ეს იყო მაგისი მინიშნებები და ეს ნაფიცების თვალშიც იყო, რა თქმა უნდა, ისინი ხო აღიქვავდნენ იგივე მოქმედებებს, ხედავდნენ, ისინი იყურებოდნენ თვალები აქვს ამ ხალხს. მე ყველაზე ვერ ვიტყვი, რომ ყველა იყო იქ რაღაცა მოსყიდული და ასე შემდეგ, მაგრამ იქ საღიაზრიც იყო, რა თქმა უნდა, ვიცი რომ ხალხი ბრძენია, მაგრამ ეს ოქროპირიძეს ახასიათებს იქიდან მეტი გზა რო ეჩვენება ხოლმე რომ მეტი გზა არ აქვს, უკვე გადადის აგრესიაზე, რაც იგივე პროკურორის წინაშე გამოიყენა ბილწ სიტყვაობით, მუშტების ქნევით, აი გამოვიდა აბსოლუტურად მდგომარეობიდან და აჩვენა ნამდვილი სახე. ფაქტი ის არის, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ მიიღეს ვერანაირი გადაწყვეტილება, დიახ ლევან გისმენთ. ამას ალბათ არ ელოდა არავინ, რომ ასე დასრულებოდა. ლაშა მახარაძის ოჯახის ახლობელი ბატონი გოგი ოთხმეზური, რომელსაც მინდა ვთხოვო ეს სასამართლო ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება. ბატონო გოგი, რას ფიქრობთ, რა გამოიწვია ნაფიცი მსაჯულების ესეთი გადაწყვეტილება? ეხლა რა გამოიწვია არის მე ჩემი სათქმელი მინდა თქვა ერთი რომ აღშფოთებული ვარ ნამდვილად სასამართლოს გადაწყვეტილების და თავარია გაოგნებული ვარ თვითონ ოქროპირიძის საქციელით იმ სასამართლოზე. ელემენტარული სინანულის ბრძნობა კი არა. ახალგაზრდა სულად უდანაშაულო კაცი გამოასალმა სიცოცხლეს გადასარევი ახალგაზრდა და სინანული ბრძნობა არ ქონდა კი არა. სპექტაკლი დადგა მთელი. და ესე იგი ეს რა ვიცი ღვთისშიში, კაცობა, ღირსება, ადამიანობა, მორალი ყველაფრისგან დაცლილია საერთოდ ეს არაკაციეს. როგორ შეიძლება მაგის გარეთ გამოშვება? ესეთი ხალხის ადგილი საზოგადოებაში არ არის. მაგის გარეთ გამოშვება გამოიწვევს კიდე არაერთ მკვლელობას და არაერთ სისხლდღობას. ლევან დიახ გისმენთ და რას აპირებთ? რას ვაპირებთ აქ ითქვა მე ახალგაზრდები რას იზამენ არ ვიცი ისეთ იმათ ახალგაზრდებს სისხლი უდუღდა ძალიან ძნელია ახალგაზრდამ თავი შეიკავოს როდესაც თავისი მეგობრის მკვლელს დაინახავს რომელიც თავისუფლად ადის ქუჩაში და რესტორნებში კეიფობს რა ამიტომ რა მოყვება ამას შედეგად ამაზე ვიფიქროთ უყველამ და რას ვაპირებთ უყველთ რა შევაგროვოთ ხელმოწერები მიმართოთ ხელისუფლებას მიმართოთ უმაღლეს სასამართლო ინსტანციას რომ განიხილოს ეს საქმე სასამართლო კოლეგიამ და არა ნაფიცმა მსაჯულებმა და გამოიტანონ ის გადაწყვეტილება რაც უნდა ყოფილიყო გამოტანილი აქამდე კიდე თემა ქვეყანა მიცით რომ ლაშა მოკლა იმ ნაძირალა ოქროპირიძემ და მე ხა ვხედავ რომ აქ აქციაზე მოვიდა ამ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პიროვნება რომელიც შემდეგ უკვე გათავისუფლდა ძიების მერე ლადო ბერძენიშვილი რომელიც 2014 წლის 2 სექტემბერს გამოძიების დადგენილია რომ ის იმყოფებოდა სწორედ გიორგი ოქროპირიძის გვერდით რა სიტყვი შენ თავად იყო თუ არა ღევანდელი გადაწყვეტილება სამართლიანი რადგან გიორგი ოქროპირიძემ სწორედ თქვენ დაგადანაშაულად რომ იყავით ლაშა მახარაძის მკვლელი სამართლიანი არ ყოფილა არანაირად, იმიტომ რომ მარტო ოქროპირიძე იძახის მაგასთან დაკავშირებით, რომ მე ვარ მკვლელი და მაგის წინააღმდეგ კიდე 90-96 მოწმე არსებობს, რომელიც მაგას იძახის ჩემს გარდა კიდე. ეგეთი სპექტაკლი დადგა და გავს უკვე მეორეჯერ და ალბათ არ არწმუნებული ვარ მაგაში. გამოძიების მასალები თქვენი ავტომობილით მივიდა, თქვენ რომელსაც მართავდით ოქროპირიძე ლაშა მახარაძის მოსაკლავად. რა იყო ამ დანაშაულის მოტივი? მაშინ რას გეუბნებოდათ? რატომ ესროლა ლაშა მახარაძეს? მოტივი მე მაშინ არ ვიცოდი, მე მეგონა რომ არაფერი არ მოხდებოდა, მაგიტომაც მივედი, იმიტომ რომ მე ვიცნობდი კარგად ლაშა მახარაძეს. რომ ცოდნოდა რომ რაღაც ეგეთი რაღაც მოხდებოდა, მე იქ არ მივიდოდი, ანუ მე ვიცოდი რომ დალაპარაკებოდა უნდა უბრალოდ და მაგიტომ მივედი. ამის გარკვევას თუ და კი, ნუ რაღაც დასალაპარაკებე, მე ვთქვი სასამართლოზე, ხო? ისი გარკვევა? ნუ რაღაც მოვიდათ მანამდედან მაგის. და თქვენი აზრით, თქვენ რატო გაბრალებთ ამ პრობლემას? არ ვიცი, მე დღეს მივხვდები, რომ და დღესაც და დიდი ხანია მაგას მივხვდი, რომ განსაზღვრული ქონდა თავიდან, რომ ჩემთვის დაებრალები. ლევან, აქ ასევე იმყოფებიან. დიახ, გისმენთ, დაასრულეთ, გისმენთ.
აქ ასევე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, თქვენ უკვე მოისმენთ რამდენიმე ადამიანის პოზიცია და ახლა მე მინდა გადავიდე უკვე სიტყვით ცისანა სეფიაშვილთან. ცისანა, რა შეგიძლია თქვა, შენთვის პირადად რამდენად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება? მოგესალმებით ჯერს ყველას. მოულოდნელი არც მიფიქრია რომ ეს შედეგი დადგებოდა ნამდვილად რომ გითხრათ. იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელი ერთი წლის წინ ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი თბილისი და ისმოდა მხოლოდ ერთი შეკითხვა. ნუ თუ ვინ არის ის ადამიანი, ვინ შეძლო რომ ნინოსთვის ერთადერთი იმედი გამოეცალა ხელიდან და ეს ადამიანი დღეს შეიძლება იყოს დაურჩელი. ეს არის წარმოუდგენელი. დარწმუნებული ვარ რომ ცოტა ყურადღებით მოეკიდებიან ამ საქმეს, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ესეთი უსამართლობა არ უნდა მოხდეს, ამ ადამიანმა უკვე მეორე მკვლელობა ჩაიდინა, მეორე ოჯახი გაუბედურა და აბსოლუტურად ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ის გარეთ რომ გამოვა კიდევ არაერთი ოჯახი გაუბედურდება და თუ შეიძლება ცოტა გულისყურით მოეკიდონ ამ საკითხს და მე მახსენდება ირინა ენუქიძეს სიტყვები იგივე სიტუაციაში ამ წუთას ნინო რომ მე აღარაფერი აღარ მაქვს დასაკარგი მე თქვენ შვილებზე ვზრუნავ იგივე საკეთებს ამ წუთას ნინო და ჩვენ ყველა რომ ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენ შვილებზე რომ არ შეიძლება ასეთი უსამართლობა. მადლობა. დიდი მადლობა. ეს არის იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც არიან შეკრებილი გვალბაღში. მე შევასწრებ ჩვენს მაყურებელს, რომ აქ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნით, რომ გიორგი ოქროპირიძე 12 ივნისს, როდესაც მას ამოეწურება აკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ვადა, ის არ იყოს გათავისუფლებული საჯელ აღსრულების დაწესებულებიდან. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ლევან ჩხაიძე, რომელიც ამ წუთებში იმყოფება იმ აქციაზე, რომელსაც მართავენ ლაშა მახარაძის დედა და მისი ოჯახის ახლობლები. მაშას შეგახსენებთ როგორც რამდენიმე წუთის წინ ჩვენს ეთერში ქალბატონმა ნინომ განაცხადა, ისინი მოითხოვენ ამ ხელმოწერებით, რომ ნაფიცი მსაჯულების გარეშე დატარდეს სასამართლო პროცესი. მე მადლობას გადაუხდი ლევან ჩხაიძეს საინტერესო ჩართვისთვის. აქვე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ჩვენს ინტერაქტივს. გაქვთ თუ არა სამართლიანობის განცდა? კიდევ ერთი ხმაურიანი სასამართლო ალასანიას დაჭერილ თანაგუნდელებზე. დღეს სასამართლო პროკურატურის არც ერთი მტკიცებულება დასაშვებად არ ცნო. თავისუფალი დემოკრატები ამბობენ, რომ პროკურატურას საქმე ჩამოეშალა. ჩვენ დღევანდელ გადაცემაში პროკურატურის პოზიციასაც მოვისმენთ. ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იქნება დღეს რეაქციის ერთ-ერთი სტუმარი, თუმცა მანამდე რეაქციას ირაკლი ალასანია განაგრძობს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი და როგორი იყო მისი რეაქცია დღევანდელ სასამართლო პროცესზე. საღამოშვიდობის ბატონო ირაკლი, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საღამოშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის ინგა. რა სიტყვით თქვენი რეაქცია როგორი იყო? ელოდით თუ არა იმას, რაც მოხდა დღეს სასამართლო პროცესზე? მთლიანად დღევანდელ ჩვენს გადაცემას დავარქვით ასე ორი სიტყვით: სათაურად ქართული სამართალი. რა სიტყვით თქვენ დღეს ამ სამართალზე? ჩემს წინ გამოდიოდა ლაშა მახარაძის დედა და ოჯახის წევრები და ის ტრაგედია, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო და მთელი თბილისი, თითქოს ისეთი დიდია, რომ ყველაფერი სხვა უნდა დაჩრდილოს და ეხლა მე მიწევს კიდევ ერთ სასამართლო პროცესზე საუბარი, სადაც თითქოს არავინ არ არის ესეთი გარდაცვლილი, ესეთი ტრაგედიით დაღუპული, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ როდესაც 5 უდანაშაულო ადამიანი ციხეში მოხდება უსამართლოდ პოლიტიკური დაკვეთით, ესეც ძალიან დიდი ტრაგედიაა და მე მინდა მართლაც ჩემი მხრით დღევანდელი სასამართლო პროცესზე ჩემი შეფასება გავაკეთო შემდეგნაირად. ეს იყო მართლაც განსაკუთრებული მოვლენა, როდესაც დავინახეთ ღირსეული, ობიექტური გადაწყვეტილება მოსამართლის იმ საქმეზე, რომელიც იყო ესეთი პოლიტიზირებული. მე ყოველთვის მეშინოდა შინაგანად, რომ არ მოხდარიყო ამ პროცესის ისე პოლიტიზირება, რომ ამას გავლენა მოეხდინა მოსამართლეზე. როგორც აღმოჩნდა და როგორც დღეს დავინახეთ, მთლიანად დაინგრა პროკურატურის მთელი ბრალდება, პრაქტიკულად ის, რაც აგებული იყო იმ მტკიცებულებაზე, იმ ექსპერტულ დასკვნაზე, რომლის საფუძველზეც დააკავეს ეს 5 უდანაშაულო ადამიანი, რომლის საფუძველზეც გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ამდენი ისაუბრა იმაზე, რომ შეკითხვები აქვს და იქ თურმე რაღაც ფული ყოფილა გაფლანგური თავდაცვის სამინისტროში. ეს ის მტკიცებულებაა, რომლის დაყრდნობის დაიანგაიშეს თანხა, რომელიც თითქოს და გაიფლანგა თავდაცვის სამინისტროში. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, აღმოჩნდა ის, რასაც ჩვენ თავიდანვე ვიძახოდით, რომ ეს ადამიანები იყვნენ აბსოლუტურად უდანაშაულობენ. ისიც მე მჯეროდა, ის დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და აღმოჩნდა ისიც, რომ პროკურატურა და კონკრეტულად შემდეგი თქვენი რესპონდენტი ბატონი შოთაძე პირდაპირ ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას ბიძინა ივანიშვილის და ისიც მეტი
თქვენ თუ კითხავთ თუ არა და მე დაუტოვებ შეკითხვას, ისიც ვიცი, რომ დაპირდა ბიძინა იშვანიშვილი მას თავარ პროკურორობას ამ და სხვა საქმეების სწორად მისაყვანად. ამიტომ სამართლიანობა რო არსებობს, მე დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი და მე პირადად ადამიანებში და სასამართლოშიც მართლაც კიდევ ერთხელ გამიჩნდა ნდობა და მე ვარ ბედნიერი დღეს და დარწმუნებული ვარ იგივე არის იმ ოჯახებში, რომლებმაც დღეს დაინახეს, რომ მათი შვილები, მათი მეუღლეები, მათი მამები ძალიან მალე ამ ლოგიკით დაუბრუნდებიან საკუთარ საქმეს და საკუთარ ოჯახებს. მაგრამ ბატონო ირაკლი, თუ კი ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ კი გავიხსენებთ უფრო სწორედ ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს, თქვენი თანაგუნდელების დაჭერის კვალ და კვალ, ანუ გაფლაგული თანხები თავდაცვის სამინისტროში, პასუხისმგებლობები და ასე შემდეგ, და თუ კი გავიხსენებ ასევე თქვენს განცხადებებს, რომელიც ეხლაც გააკეთეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური დავალება, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა, მაშინ რა გამოდის, რომ ივანიშვილმა ეს პოლიტიკური დაკვეთა გასცა, მაგრამ მას ვერ შეუსრულეს. ანუ ხელისუფლება არ აკონტროლებს ამ პროცესს. ზუსტად ესე გამოდის, რომ ეს დავალება თავად არაკვალიფიცირადაც იყო შესრულებული. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მე მქონდა გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა, საფუძველი მის მე თქვა, რომ სასამართლოს ესეთ არაობიექტურ გადაწყვეტილებას, როგორიც დაკვეთა იყო პოლიტიკური, არ მიიღებდა, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ არსებობენ ადამიანები, არსებობს მართლმსაჯულება, არსებობს კიდევ ყველას უნდა გქონდეს იმედი იმის, თუ სიმართლეს დავიცავთ, ჩვენ მართლაც შევძლებთ სამართლიანობის აღდგენას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აქტიურობა. მე რო არ მეაქტიურა, ჩემთან ერთად ჩემ თანაგუნდელებს რო არ ეაქტიურად, ხელები რო დაგვებანა, რა რო გვეთქვა, რომ იცით რა, ეხლა მე ეს არ მეხება, მე ვარ თავდაცვის მინისტრი და ამ ადამიანებს რაც მოუვათ, ეხლა რა ვქნათ, შევწიროთ პოლიტიკურ ერთობას და პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, კომპრომისებს. ეს არ გავაკეთე, სწორედ იმიტომ დავდექი ამ ხალხის გვერდით, რომ ეს სხვანაირად არ შემეძლო და დარწმუნებული ვიყავით ან მათ უდანაშაულობაში და ეს ყველაფერი დამტკიცდა. ძალიან მალე ინგა დადგება ის დრო, რაზეც მე და თქვენ ვისაუბრია ეთერში თქვენთან, რომ მოუწევს ბიძინა ივანიშვილს კითხვებზე პასუხის გაცემა. როდესაც დასრულდება ეს საქმე, შემდეგ უკვე აი იმ სწორედ ირაკლი შოთაძის და მისი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და მე ამ საკითხს ბუნებრივია საჯაროდ ღიად პოლიტიკურათაც დავაყენებ. ასევე მნიშვნელოვანია შემდეგ უკვე გავიგო ჩემი ყოფილი კოლეგების, ჩემი პარტნიორების აზრი, რომლებმაც თქვენს თავის დროზე კიდევ ერთხელ გულისხმობ პოლიტიკობა ეს საქმე და დადგინდება სიმართლე, ისინი შეფასებებს გააკეთებენ, იმიტომ რომ იმ დაკვეთამ პოლიტიკურმა და ასეთმა შესრულებამ პროკურატურის მხრიდან გახლიჩა პრაქტიკულად მართველი კოალიცია, სადაც შემდეგ უკვე გამოიწვია ის რა მოვლენების თანამომწრე თქვენთ გავხდით. ამიტომ ძალიან მალე კიდევ უფრო მეტი რამ გახდება ცხადი და მე დარწმუნებული ვარ თავად ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. მეორედ ამბობთ უკვე რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს პასუხის გაცემა და როგორ წარმოგიდგენიათ რა ფორმით? ანუ როდესაც თქვენ ამბობთ რომ მას მოუწევს პასუხის გაცემა, იგი არ არის დღეს არანაირ თანამდებობაზე და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა გაქცეთ მას პასუხი? აქ არის მორალურ პასუხისმგებლობაზეც საუბარი და იმაზე რომ მან პასუხისმგებლობა აიღო ასევე თუ კი არ დადასტურდებოდა ეს ბრალდება პროკურატურას, რომელსაც დავალება მისცა და შემდეგ შეუსრულეს აგებინებდა პასუხს. სწორედ ეს დრო დადგება ძალიან მალე და იმიტომაც წვალობს ბატონი შოთაძე რომ დაუმტკიცოს თავის პოლიტიკურ დამკვეთს რომ ის მართალი იყო, იმიტომ რომ მას ასევე დაპირდა ის თანამდებობას. თავარი პროკურორის ეს მინდა ხაზგასმით კიდევ ერთხელ თქვა, დამთავრდა უკვე. აი ამ დღევანდელი დღის შემდეგ მე მგონი ერთი ადამიანიც არ არის დარჩენილი საქართველოში, რომელმაც არ დაინახა, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. მე გული იმაზე მწყდება, რომ 5 უდანაშაულო ადამიანი მე-7 თვეა და დღესაც არიან პატიმრობაში. ამათ ვინ გასცემს პასუხს და ამ 7 თვის სტულსაღობაში ყოფნას როგორ აუნაზღაურებენ ამ მორალური კუთხით. აი ეს არის პასუხი. ჯერ ისინი უნდა გამოვიდნენ, თუმცა დღევანდელი სასამართლო პროცესი ხო უკვე იმაზე მეტყველებდა, რომ შესაძლებელია სულ-მალე ეს ადამიანები გარეთ ვიხილოთ. მე აუცილებლად დაუსვავ ამ შეკითხვებს ირაკლი შოთაძეს, რომ ეს დღეს რეაქციის სტუმარი იქნება, მართლა დაპირდა თუ არა მას ბიძინა ივანიშვილი მთავარი პროკურორის სავარძელს, მანამდე მაგაზე პასუხს არ ამგონია გულწრფელად გაქცეს, მაგრამ ერთი რამ, რატო დაინგრა ესე მთელი მტკიცებულებითი ბაზა, რომელიც თითქოს და პროკურატურას ჰქონდა, აი ამაზე გაქცეთ პასუხი და რაზე იყო დაფუძნებული მათი ბრალდებები. აი ამაზე გაქცეთ და ბატონო ირაკლი კიდევ ერთი თქვენ ბძანეთ რომ ჩვენ აუცილებლად დავაყენებთო იგივე ირაკლი შოთაძის და მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის აკითხს. ბიძინა ივანიშვილთან თუ თქვენ საუბრობთ მორალურ პასუხისმგებლობაზე, ამ შემთხვევაში მე შემიძლია თუ არა ვივარაუდო რომ თქვენ უკვე ესეთი გეგმა გაქვთ რომ ამ ადამიანების გათავისუფლების შემდეგ შესაძლებელია მოითხოვოთ მათი დაბარება პარლამენტში და ამ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება? რანაირად ხმები
გზები არ გეყოფათ და ასე შემდეგ. აი როგორც ჯერ ესერთი თავად უნდა გაირკვეს სწორედ რა საფუძველს ემყარებოდა ესეთი გადაწყვეტილება ამ ადამიანების დაკავების. ანუ პოლიტიკური დამკვეთის ვინაობა უნდა გაირკვეს. ამაზე იქნება მოსმენებიც, დარწმუნებული ვარ, ამაზე მოხდება დებატებიც და რაც მთავარია, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. იყო ძალიან ნათელი საუბარი ჩემსა და პრემიერს და ჩემსა და ყოფილ პრემიერს შორის, რომ თუ კი ბრალდება არ დადასტურდებოდა სასამართლოში, მაშინ ისინი დააყრევინებდნენ თავებს პროკურორებს. აი ეს საკითხი დადგება პირდაპირ. ანუ თქვენ მოითხოვთ რომ გაგორდეს მთავარი პროკურორის და მისი მოადგილის თავები. ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. მე გულით გისურვებ წარმატებას პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც თუ ისინი უდანაშაულოდ არიან დაპატიმრებულები, უკვე მეშვიდე თვე ეწურებათ პატიმრობის და ერთი კითხვა უნდა დაგისვათ კიდევ. თავდაცვის ახალმა მინისტრმა ქალბატონმა თინა ხიდაშვილმა დღეს გააკეთა ასეთი განცხადება, რომ მან აღმოაჩინა აპარატურა, რომლითაც ხდებოდა ივანიშვილის სასახლის სოულაკის სახლის მოსმენა. თქვენ თუ გქონდათ ამაზე რაიმე ტიპის ინფორმაცია თქვენი მინისტრობისას, თუ გქონდათ რაიმე შეხება ამ აპარატურასთან ან ამ ინფორმაციასთან? მე ინტუიციურად შემიძლია გითხრათ და ალბათ ერთ და იგივეზე საუბრობს ქალბატონი მინისტრიც იმ ტექნიკაზე, რომელიც კი აღმოჩენილი იქნა, როდესაც მივედით თავდაცვის სამინისტროში და ამაზე აღზრული იქნა საქმე, გამოძიება წავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიდიოდა კონსულტაციები, რომ ეს ტექნიკა მათ გადაბარებოდათ, იმიტომ რომ მე პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ ასეთი შესაძლებლობა მოუსმე თავდაცვის სამინისტროს, ეს მათ აჭირდებოდათ, ეს იყო პოლიტიკური ზეწოლის და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შანტაჟის ინსტრუმენტი და აქედან გამომდინარე, გახსოვთ თქვენ, მე ღიად განვაცხადე, რომ ოტო ეგრეთ წოდებული არ სჭირდებოდა იმ ფუნქციით და იმ დატვირთვით, როგორც ჰქონდა წინა ხელისუფლებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას. ანუ ეს აღმოაჩინეთ თქვენ და ეს არ მოხდა ეხლა აღმოჩენა ამაზე. არა, გამოძიება დაწყებული. მე რატო გამორჩა ქალბატონ თინას არ ვიცი, მაგრამ გამოძიება არის დაწყებული და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურასთან იყო მოლაპარაკება, შემდეგ უკვე ეს მათთვის გადაწყვეტა. წარმატებას გისურვებთ, ბატონო ირაკლი. დიდი მადლობა ქალბატონო ინგა და დიდი მადლობა რომ თქვენც და ტელევიზიებიც ესე ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ამ მოვლენას. კარგად ბრძანდებოდეთ, ეს იყო თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია. გაქვთ თუ არა სამართლიანობის განცდა ჩაერთეთ ინტერაქტივში ზარი უფასოა. პროკურატურამ წლების წინ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება დაიწყო. ამაზე დღეს რეაქციაში როგორც უკვე თქვი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე ისაუბრებს, მანამდე კი სამართლიანობის აღდგენა საკუთარი ძალებით ბიზნესმენი, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას ქონების წართმევაში იზრდებს ბრალს, სააკაშვილის ყვარლის სახლის საკუთრებაში გადაცემას მოითხოვს. მიხეილ სააკაშვილის საყვარელში ნაციონალები ამაგრებენ. ბიზნესმენი ვალერ შოშიაშვილი და ექს-პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია გუშინ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დღეს კი მათ არგუმენტებს უკვე რეაქციაში მოვისმენთ. მაშინ პირდაპირ ეთერში ვთავთ ყვარელს და ბატონი ვალერი შოშიაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ცოტა ხანში ბექა ბასილაიასაც მოусმენთ. საღამომშვიდობის ბატონო ვალერი, მე პირდაპირ მინდა დაგისვათ კითხვა, თქვენ მოგცათ ვინმე იმის გარანტია, რომ თუ შეიჭრებით შეხვალ სააკაშვილის კუთვნილ სახლში, რომელიც სხვათა შორის ბრალის წაყენების შემდეგ მე როგორც ვიცი არის დაყადაღებული, შესაძლებელია ეს სახლი მართლა გადმოვიდეს თქვენ საკუთრებაში? მოგესალმებით ქალბატონო ინგა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მე მინდა გულწრფელად მოგიხადოთ იმასთან დაკავშირებით უდიდესი მადლობა, რომ მომეცა კიდევ ერთხელ საშუალება თქვენი ტელევიზიით საზოგადოებამ გაიგოს თუ რა დღეში ჩამაგდო მე და რა დღეს ჩააგდო 10,000-ობით ბიზნესმენი იმ დროინდელმა იმ რეჟიმმა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა და იმ პროკურორების საშუალებით, რომელი პროკურორიც დღეს თქვენს ეთერში ზის. მე გულისხმობ ამჟამინდელ ადვოკატს ბექა ბასილაიას და ვიმედოვნებ, რომ ეს ადამიანი არა თუ ეთერში იჯდება მომავალში, არამედ ეს ადამიანი დაიკავებს იმ ადგილს, სადაც არის მისი ადგილი, გულისხმობ ციხეს. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს. დღევანდელ ფაქტმა მე ვიმედოვნებ, რომ საზოგადოება იხილავს იმ სიუჟეტს, იმ კადრებს, რა დღეშიც იყო, რა მოქმედებებსაც ახორციელებდა ნაციონალური მოძრაობის ხროვა, რა ამორალური საქციელით გამოირჩეოდნენ ისინი და რა შეძახილებით. ეს უბრალოდ იცით რა არის, რომ ადამიანების გამოყენება, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა 9 წლის განმავლობაში და დღესაც რომ 100 კილო სამწვადის გულისთვის და 200 ლიტრი ღვინის გულისთვის ამდენი ხალხი მორეკა, ასე ვთქვათ, და გამოათრო და მე რაღაც შეძახილები დაასწავლა და იმას იძახდნენ, იქ სხვათა შორის იყო ტრანსპარანტები იმასთან დაკავშირებით, რომ მიშა მოდი, ზოგს ეწერა მამა მოდი და ვეღარ გაიგოთ მიშა მაგათი მამა იყო თუ მარჩენალი იყო თუ ვინ იყო. სხვათა შორის დღეს მოხდა ერთი კურიოზიც, როდესაც
როდესაც მე დაუძახე შევატყობინე საპატრულო პოლიციას, რომ აღნიშნულ შენობაში იყვნენ შეჭრილი სხვადასხვა ადამიანები, რამოდენიმე ადამიანი და ამ შეტყობინების შემდეგ მათ დაცალეს ის ტერიტორია. აქვე მინდა დავამატო, რომ ნაციონალური მოძრაობის ის უმაღლესი რანგის პირები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიულ ელიტას წარმოადგენენ ნაციონალური მოძრაობისთვის, ვირთხებივით იყვნენ გამაგრებულები მიხეილ სააკაშვილის სახლში, ისევე როგორც 2008 წლის ომის დროს ვირთხასავით ხოხავდა მიწაზე ექს-პრეზიდენტი მიხეილ შეურაცხყოფების გარეშე მესმის, რომ ძალიან მძიმე არის თქვენთვის ამ წლებზე საუბარი, მაგრამ თუ არის შესაძლებელი, ბატონო ვალერი, მითხარით პირდაპირ მოგცათ თუ არა ვინმე თქვენი მის გარანტია, საუბარი მაქვს ხელისუფლებაზე, დღეს მოქმედ ხელისუფლებაზე, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ შეიჭრათ სააკაშვილის კუთვნილ სახლში და შესაძლებელია სწორედ იმ თანხის აფასურად, რომელსაც თქვენ ედავებით გასულ ხელისუფლებას, მართლა აღმოჩნდეს ეს სახე თქვენ საკუთრებაში. მე დღევანდელმა ხელისუფლებამ არათუ გარანტია მომცა, რომ მე შევიჭრა იმ სახლში, არამედ მიმიყვანა იმ იძულებამდე, იმ ღონისძიებამდე, რასაც მე, ჩემი ოჯახი და ჩემი ის ყოფილი თანამშრომლები ვაკეთებთ და ვაპროტესტებთ. იცით რა არის? 3 წელია ველოდები სამართლიანობის აღდგენას. მარტო თქვენს გადაცემაში რამდენჯერა გაქვთ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რაღაცა მაინც და მაინც ასე რომ გააქტიურდება ადამიანი ან გარდაიცვლება ადამიანი, მაშინ გაახსენდება ხოლმე დღევანდელ ხელისუფლებას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს. გუშინ გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განცხადება, რომ მეო საერთაშორისო ორგანიზაციებმა დამირეკესო, რომ ირაკლი ქადაგიძე არ დაიჭიროო და არ დავაჭერინეო. მე მაინტერესებს და მინდა დაუსვა კითხვა ყოფილ პრემიერ-მინისტრს. როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 საათში თავისი 80 მილიონი დაიბრუნა უკან. ვინ დაურეკა მას, რომ სამართლიანობა არ აღადგინეო? ვინ დაურეკა მას, რომ ნაციონალური მოძრაობა მკვდრეთით აღადგინეო? და ვინ დაურეკა მას, რომ ვაზაგაშვილი, ხარძიანი, შოშიაშვილი და 10,000-ობით უამრავი ადამიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მსხვერპლი იყო, ამათ პასუხი არ გასცევა. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების დასრულეთ და კითხვას დაგისვათ და შემდეგ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების უსუსურობა, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა, რომ მე გადავწყვიტე საკუთარი ძალით დამენახებინა არა მარტო საქართველოსთვის და საქართველოში ცხოვრები ადამიანებისთვის, აქ უამრავი საერთაშორისო ტელევიზია იყო ჩამოსული, რომ რას ახორციელებდა ნაციონალური მოძრაობა, რას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა და რა რეჟიმს ამყარებდა საქართველოში ნაციონალური მოძრაობა. მოდით ერთი წუთი თუ შეიძლება იყავი ჩვენთან ხაზზე, მე მინდა რომ ბატონი ბექა ჩართო ეხა პირდაპირ ეთერში და შემდეგ ისევ ერთი კითხვით უნდა დაგიბრუნდეთ. ბატონო ბექა, საღამო მშვიდობით, მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მაშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბრძანდებით თქვენ პირდაპირ ედავება ეს ადამიანი. ადვოკატია რო ეს დაზუსტება რო გავაკეთოთ ხელს მე არ ვიცავ. დიახ, თუ შეიძლება თქვენ ბრძანდებოდით მაშინ გამომძიებელი შოშიაშვილის საქმის გამომძიებელი, ეს მე ვსაუბრობ იმ ბრალდებაზე, რომელსაც ეს ადამიანი უყენებს წინა ხელისუფლებას. რა სიტყვით დღეს? კი პასუხებთ, იმედია მომცემთ დაახლოებით 3 წუთს, რომ სულ ჩამოვაყალიბო სათქმელი. ადამიანი, რომელიც ახლა მემხრებოდა დაჭერით, ეს ადამიანი არის ბიუჯეტის ქუდი და ეს არ არის ლიტონის სიტყვები. ეს ადამიანი უმალავდა სახელმწიფოს გადასახადებს, იმ გადასახადებს, რომლითაც ფინანსდება ვთქვათ, ჩვენი განათლება, საპოლიციო სისტემები და ასე შემდეგ. ეხლა მოგიყვებით ადვოკატი საუბრობს ეხლა. შეიძლება დავაცადოთ ერთმანეთს. მოგიყვებით, მე თქვენ გისმენდით, ეხლა მოგიყვებით, ასთან მქონდა საქმე. 2012 წლის გასაფულზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან პროკურატურაში სამსახურში, რომელშიც მე ვმუშაობდი, ეს იყო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, შემოვიდა ინფორმაცია საეჭვო ტრანზაქციების თაობაზე. ჩვენ გადავამოწმეთ კომპანიები, ეს იყო კახელები 2005, პორსელაინი, ენკამოლი და ენკა ჰაუსი, კომპანიები, რომელშიც წილი ჰქონდათ თქვენს წინა რესპონდენტს და მის ოჯახს და აღმოჩნდა, რომ მათი დეკლარირებული შემოსავლები შეადგენდა 20 მილიონ ლარს დაახლოებით. ანუ რაც სახელმწიფოს უჩვენეს. მაშინ, როდესაც ჩვენ შემდგომ საბანკო დაწესებულებებიდან ამოვიღეთ, ბანკებიდან ამოვიღეთ ინფორმაცია, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ადამიანების შემოსავლები ამ პერიოდში შეადგენდა 25 მილიონ ლარს, 20 მილიონამდე დოლარს და 3 მილიონამდე ევროს. ანუ ეს ადამიანები მილიონობით თანხას უმალავდნენ სახელმწიფოს. ამასთან ერთად უჩვენებდნენ, რომ მოგების და ხელფასის სახით მთელი ამ წლების მანძილზე პირადი შემოსავალი, ანუ რისი მოხმარება შეეძლოთ, შეადგენდა დაახლოებით 800,000 ლარს. მაშინ, როდესაც სწორედ ამ წლებში და უგულისხმობთ 2007-2011 წლებში, მათ აქვთ შეძენილი
5 მილიონი ლარის უძრავი ქონება. შეგვიძლია ჩამოგითვალოთ სად და რა ფართები. ასევე მილიონ ლარამდე ღირებულების ავტომობილები. ეხლა რატომ მოუყევი ეს? ანუ სახეზე იყო აშკარა და ცხადი ნიშნები იმისა, რომ გადასახადებისგან თავის არიდების გზით მიღებული თანხების გათეთრება, ეგრეთ წოდებული ფულის გათეთრება. კი ბატონო, ბატონო ბეკა, კითხვას დაგისვავ, თუ შეიძლება. დაუშვათ თქვენ, როდესაც ამბობ, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს უმალავდნენ გადასახადებს და ასე შემდეგ. ეს გადავდოთ გვერდით და მეორე კითხვის პასუხი მაინტერესებს. რატომ გადაახდევინეთ ამ კაცს ნანგრევებში, დანგრეულ ნანგრევებში პრაქტიკულად? ძალიან არასწორადაა ფორმულირებული. რას ნიშნავს გადაახდევინეთ? თვითონ ასე ამბობს, რომ ძალით თვითონ ასე ამბობს. მოდი ესე ვთქვა, თვითონ ესე ამბობს. ეხლა რა იყო ფაქტი რეალურად? მას შემდეგ რაც ეს ჩვენ ეს მონაცემები დავდეთ და ეს მონაცემები არის უტყუარი მონაცემები, საბანკო ანგარიშების გაყალბება არ ხდება. ჩვენ დასაკითხად, უშუალოდ მე ვკითხავ ვალერი შოშიაშვილს, რომელმაც მრავალსაათიანი დაკითხვის მანძილზე თავისი ნებით დეტალურად მოყვა მთელი ეს სქემა, თუ როგორ ახდენდა ის და მისი, ვთქვათ, მამა და იმ კომპანიის სხვა სამენეჯერო პოზიციებზე მყოფი პირები აღნიშნული დანაშაულებს, მაგრამ იმ პერიოდში ჩვენ დავნიშნით რევიზიები. შესაბამისად, რევიზიის პასუხები ჯერ არ იყო მოსული, ანუ დარიცხვის კუთხით. შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დასჯადობა, აი ვთქვათ, დაავადებულად ცნობა ან დაკავება ან დაბადება არ განხორციელებულა სამი მიზეზის გამო, ერთი რომ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მეორე მიმდინარეობდა რევიზია და მესამე ის რომ არ მინდოდა ამ პერიოდში შეფერხებულიყო მათი იმ ორგანიზაციების მუშაობა, რასთან დაკავშირებითაც უკვე ფაქტიურად კონტროლის ქვეშ იყო აყვანილი, რომ მომავალში გადასახადისგან თავის არიდება იქნებოდა უზრუნველყოფილი ამის აკვეთა. ეხლა რაც შეეხება იმ ნანგრევებს, რასთან დაკავშირებითაც ეს ადამიანი მანიპულირებს, ფაქტი იყო შემდეგი, ძალიან მარტივი ფაქტი იყო. მთელი ის წლები თქვენ როგორ გონიათ, ანუ რატომ არ ხდებოდა მისი შემოწმება, გარკვეულ ხერხებს მიმართავდა, რის გამოც არ ხდებოდა მისი შემოწმება და ამ დროსაც გადაწყვიტა და მან დაგეგმა ასეთი რამ და შემოვიდა ჩვენთან აქტიურ კომუნიკაციაში, ამბობდა რომ მომავალში საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მიზნით თქვენ იცით რომ ეს ინსტიტუტი არსებობს, მას უნდოდა გამოეწვია და გაეკეთებინა კეთილინების ჟესტი და შესაბამისად სახელმწიფოს სტრუქტურებში მოეხდინა ინვესტიცია. რამდენადაც ერთი წუთი დამასრულებინათ. რამდენადაც მოსალოდნელი იყო, რომ მრავალმილიონიანი დარიცხვა ექნებოდა საგადასახადო თვალსაზრისით და მრავალმილიონიანი ზიანი ექნებოდა ასანაზღაურებელი. ეს რომ ესია, ამას ადასტურებს ერთი მარტივი გარემოება. ის ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში რევიზიის შუალედური აქტები მოვიდა 2012 წლის დეკემბერში. ანუ იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლება შეცვლილი იყო. შუალედური აქტებით დარიცხული ჰქონდა 2 მილიონზე მეტი. ამის შემდგომ 2013 წლის გაზაფხულზე და 2013 წლის შემოდგომაზე მოვიდა ერთი წუთით რევიზიის დასრულებული აქტები, რომლის მიხედვითაც მას დაირიცხა 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა საურავების ჩათვლით. და ეს ადამიანი დღეს ცდილობს манипулირება მოახდინოს, თითქოს და იყო დაჩაგრული, მაშინ როდესაც არც ერთი წამით დაკავებული არ ყოფილა, არც ერთი მისი კომპანიის საქმიანობა შეჩერებული არ ყოფილა და ამ манипуляციის გზით ცდილობს მიიღოს ინდულგენციები და ის ფინანსური ვალდებულებები და სახელმწიფოს წინაშე უდგას არ გადაიხადოს. გასაგებია მე ისევ ბატონ ვალერის დაუბრუნდები, ზუსტად გვაქვს 4 წუთი და უნდა გავუყოთ ეს ბატონ ვალერი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც მინდა ეხა მე ვკითხო. ეს იყო სახელმწიფოს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გაკეთებული კეთილის ჟესტი. ეს იყო თქვენი სურვილი, რომ აი ამ ნანგრეულ შენობაში გადაგეხადათ ამდენი ფული, როგორც ამბობს ბატონი ბექა. რა სიტყვით? იცით რა არის ქალბატონო ინგა, მე მგონი თქვენს ტელემაყურებელსაც და მეც რაღაც ძილის სურვილი მოგვევლინა, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ხაპარი მოვისმინეთ, მე ამაზე საუბარს არ ვაპირებ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს არის აბსურდი და ესე იგი ამბობს აღნიშნული პიროვნება, რომ ეგ პიროვნება, რომ თურმე ხარჯიანიც არ მომკვდარა, ვაზაგაშვილი არ მომკვდარა, შოშიაშვილისთვის არ წაურთმევია, გირგვლიანი არ მოუკვლიათ, უამრავი ადამიანი არ ჩაუხუციათ და არ გაუპატიურებიათ. ეს არის ყველა დღეს ვინც სააკაშვილის სახლში იყო, ყველა არის სააკაშვილის სახე. მე ამას არ მინდა შევეხო, ეხლა მინდა რომ სხვა თემაზე გადავიდე, ანუ იგივე თემაზე გადავიდე და თქვა ესეთი რაღაც, რომელ სისხლის სამართლის რომელ კოდექსში წერია, რომ დაუშვათ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და გაიქეცი ეხლა და 1000 ლარიანი ქონება იყიდე 700.000 ლარადო. მე დღეს დამირეკეს დილას მთავარი პროკურატურიდან, ახალი დეპარტამენტიდან და მითხრეს, რომ ჩემი საქმე არის უკვე დასრულებული და დღეს დამიბარეს 6 საათს. გამომდინარე ჩემი ღონისძიებიდან მე ვერ დავესწარით
დღევანდელ ანუ პროკურატურამ დაასრულა თქვენ საქმეზე მუშაობა? დიახ და მე ვიმედოვნებ რომ პროკურატურამ რეალურად დაასრულა ეს საქმე და რეალურ დასრულებაში გულისხმობ იმას რომ ყველა ის სისხლის სამართლის დამნაშავე რომელიც ჩართული იყო ამ პროცესებში მათ შორის თქვენი რესპონდენტიც იქნება დაკავებული თუ არ გაიქცა თავის მეგობრებივით ქვეყნიდან და იმ მაქვს ინფორმაცია რომ ეს ადამიანი გაქცევას აპირებს რაც შეეხება ახლა მის იმას რომ მე რაღაც ასტრონომიულ ციფრებს ამბობს 50 მილიონს და 100 მილიონს აბა 700.000 ლარზე დასჭირდებოდა ნაციონალური მოძრაობა და ბექა ბასილაია რომ მაგი წაიღო მხოლოდ ჩემგან ეხლა იცით რა არის ქალბატონო ინგა მოდით საზოგადოებას ნუ მოვატყუებთ ნუ გაუჩენთ ისეთ კითხვებს რომ ადამიანები საუბრობენ რაღაც აბსურდულს ეს ყველაფერი დამნაშავე ამაში არის მხოლოდ ერთადერთი სტრუქტურა და ერთადერთი ხელისუფლება ეს არის დღევანდელი ხელისუფლება და ეს არის პროკურატურა რომ ეს ადამიანი დღემდე მიიყვანა ამ ადამიანს მარტო ჩემს მიმართ ჩადენილ დანაშაულში არ ედება ბრალი ეს ადამიანი მხილებული არის უამრავ დანაშაულში ეს ადამიანი იყო ჩვეულებრივი პაიკი ახლა მე მესმის რომ მას რასაც ავალებდა თავისი ბრძანებელი ადეიშვილი ასრულებდა იმას და ეს იყო ყურმოჭრილი მონა ისეთივე ყურმოჭრილი მონა როგორც არის დღეს დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის და იცავს და რაც შეეხება ბიუჯეტის კურსს ზუსტად ბიუჯეტის კურდობა ბიუჯეტის ყაჩაღობა აქვს ბრალად წაყენებული მის დაცვის ქვეშ ყოფს და ზუსტად ბიუჯეტის კურდობისთვის ბიუჯეტის ყლაპისთვის იყო მიხეილ სააკაშვილი ბრალდებული გაქცეული და მის ქალებში სიარულს და მასაჟისტებში სიარულს ხმარდებოდა ბიუჯეტის შოშიების და სხვების გადახდილით თანხები დიდი მადლობა ბატონო ვალერი ვეჭოფ რომ არაერთხელ იქნებით კიდევ ჩვენი გადაცემის სტუმარი და მე მინდა ბოლოს ვკითხო ბატონ ბექა ზუსტად გვაქვს ნახევარი წუთი ბატონო ბექა გაქცევას აპირებთ ამბობს ადამიანი რომ პროკურატურამ უკვე დამირეკა და მითხეს რომ საქმიანი გასულებული და მთელი 3 წელიწადია იმუქრება და როგორც ხედავთ ამ 3 წლის მანძილზე მე ადგილზე ვარ და გუშინდელ ეთერშიც იმუქრებოდა მაგრამ მე დღეს თქვენთან ვარ მაგრამ ერთი მინდა დავამატო ყურადღება მიაქციეთ ერთ გარემოებას არც ერთ ციფრზე არც ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე ამ ადამიანს პასუხი არ აქვს რას ნიშნავს ეს ეს ნიშნავს რომ ის არის ტიპიური შარლატანი ბიუჯეტის ქურდი ეს ერთი და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს ადამიანი მოქმედებს ორკესტრირებულად დგამს ან საცირკო წარმოდგენებს ვისთან ორკესტრირებულად ეხლა თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა ანუ აქ ხდება ერთი მხრივ რაღაც დეპარტამენტი აანონსებს რაღაც თვითონ თავის და წარმატებულ საქმეებს ამ დროს აქტიურდება ვალერი შოშიაშვილი საერთოდ რაბმა ბექა ბასილაიასა და მიხეილ სააკაშვილის სახლს შორის ეს ყველაფერი არის თეატრალიზებული და ამით ხდება ამ ტიპის მე სხვა ყველა საქმეზე ვერ ვისაუბრებ ვინც თქვა სამართლიანობის აღდგენას ითხოვს თქვა ადამიანებზე მაგრამ აი ამ ტიპის შარლატანები როგორიც არის ვალერი შოშიაშვილი ამ თეატრალიზებული მასკარადებით ცდილობენ თავიანთი ის დარღვევები გადაფარონ და თავი მოგვაჩვენონ სხვერპლად მაშინ როდესაც ერთი სიტყვაც არ უთქვამს აი რითი შეიძლება მეიძულებინა ერთი სიტყვაც როგორ შეიძლება აი რა ფორმით ფორმები ბევრი იყო ეხა ბატონო ბექა არ არის თორე შეგახსენებთ რამდენი ბიზნესმენი აი მე მიხართ რა ფორმით შეიძლება გადაფორმებული ბიზნესები ჩატანილი მილიონები და ასე შოთაძე ამბობს არა ზოგადად ნუსაუბრობთ ვისაუბროთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ ადეიშვილი და მერაბიშვილიო პირადად ხელმძღვანელობდნენ ასეთ საქმეებს ერთი წუთი ადამიანი დაიკითხა ითანამშრომლა გამოძიებასთან და მიცა სავსე 6 გვერდიანი ჩვენება რა ზეწოლით უნდა მომეხდინა ვისაც 10 მილიონი უნდა დაერიცხოს 700.000-ად რაღაც ქონების შეძენა ეს ხო აბსურდია დიდი მადლობა რეკლამის დრო გვაქვს ეთერში ეს იყო ბექა ბასილაია და ვალერი შოშიაშვილი ყვარლიდან რამდენიმე წუთში კი რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე განვაგრძობთ დებატებით ერთგვარი დისკუსიით ამ თემას ჩვენი სტუმრები იქნებიან მაგიდასთან ზაზა ხატიაშვილი ირმა ჭკარვა ლალი მოროშკინა ნიკოლოზ მჟავანაძე ნინო ლაპიაშვილი გოგაონიანი ასევე ჩვენი სტუმრები იქნებიან ირაკლი შოთაძე როგორც უკვე გითხარით მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და ჟურნალისტი ირაკლი კოძაია რომელიც საქართველოში დაბრუნდა და ამბობს რომ მას ბესიკ ხარჯიანის საქმეზე გაჩუმების სანაცვლოდ ჯილდოს პირდებოდნენ გვარებად კი სოზარ სუბარს და დეპუტატ ჯაფარიძეს ასახელებს მაშასე გრძნობთ თუ არა თავს დაცულად
დაახლოებით ასეთი შინაარსის არის ჩვენი ინტერაქტივი, უფრო ზუსტი ფორმულირებით კი გაქვთ თუ არა სამართლიანობის განცდა. ჯერჯერობით ჩვენი მაყურებლების უმეტესი ნაწილი ამბობს, რომ მათ არ აქვს სამართლიანობის განცდა. ჩვენი შემდეგი სტუმრები არიან რამდენიმე წუთში, როგორც გითხარით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე, ასევე ჟურნალისტი ირაკლი კორძაია, რომელიც თბილისში დაბრუნდა, მაგიდასთან კი წარმოგიდგენ ზაზა ხათიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე, ადვოკატი ირმა ჭკადუა, ლალი მოროშკინა, ორგანიზაცია ძლიერი სახელმწიფოს ლიდერი, არასამთავრობო ორგანიზაცია სუფთა პოლიტიკა და ნინო ლაპიაშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი სახელმწიფოს. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. ვიდრე მე დაგისვათ თქვენ პირველ შეკითხვას, გრძნობ თუ არა თქვენ, გაქვთ თუ არა ეს სამართლიანობის განცდა და რა არის თქვენი მთავარი სათქმელი დღეს. მანამდე მოდით ერთად მოусმინოთ ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას, რომელიც საქართველოსდან წავიდა სულ ცოტა ხნის წინ და რამდენადაც ჩემთვის იყო ცნობილი, იგი საუბრობდა იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლებელია მას ემუქრებოდა ამ ქვეყანაში. დღეს კი ჩვენ ვიცით, რომ ირაკლი ამბობს, რომ მას ჯილდოც კი შესთავაზეს ერთგვარი ჯილდოს სახითაც, თუ კი იგი გაჩუმდებოდა ბესოხარძიანის საქმეზე. ირაკლი, საღამომშვიდობის მადლობა, რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. სწორედ ამ შეკითხვით მინდა დავიწყო შენთან საუბარი. დაბრუნდი საქართველოში, ანუ მიიღე უსაფრთხოების გარანტიები. შენ როგორც მე ვიცი, დაგიკავშირდა ვიღაც მოქმედი მაღალჩინოსანი, რომელმაც ეს უსაფრთხოების გარანტიები მოგცა. რა შეგიძლია დღეს გითხრა? კი ბატონო, ამის შესახებ მოგესალმები პირველ რიგში, ტელემაყურებელს მოგესალმები. ამის შესახებ მე რამდენიმე დღის წინ უკვე ვისაუბრე, ნამდვილად ამიკავშირდა რიგაშიც და ბერლინშიც ეს ადამიანი და ჩემი ის ინფორმაციაც მე ამ ადამიანის შესახებ მაძლევს, არ მაძლევს საფუძველს, რომ მას არ ვენდო, ამდენად მე გადავწყვიტე უკან ჩამოსვლა. თუმცა იქ ყოფნისას მე მყარავ ქონა გადაწყვეტილი უკვე და ჩემი იქ დარჩენის საკითხიც გადაწყვეტილი იყო. ამაში დამეხმარნენ იქაური ჟურნალისტები, რომლებმაც აბსოლუტურად ყველა ეს იურიდიული პროცედურები, რაც კი მჭირდებოდა რომ გამეარა, ყველაფერს დამეხმარნენ. ირაკლი, მე არ ვიცი, ალბათ არ დაასახელებ მის სახელს და გვარს, მაგრამ რამდენად მაღალი თანამდებობის პირზე გაქვს შენ საუბარი, ვისგანაც მიიღე ეს უსაფრთხოების გარანტიები, თუ შეიძლება როგორ გითხრა. ისე არ ვიცი, ახლა რანგობრივად რამდენად მაღალია, მაგრამ მართლა ვერ დაგისახელებთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ და ასეთი იყო შეთანხმება და არ იქნება ჩემი მხრიდან უბრალოდ ამის შესახებ საჯაროდ საუბარი. და ვისგან გელოდებოდა თქვენ საფრთხე? ვის გამოც დატოვეთ ქვეყანა ცოტა ხნის? მე თუ უნებას მომცემ ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრებ. მე ვაკვირდებოდი ბოლო 2 თვის განმავლობაში, 2.5 თვის განმავლობაში მოვლენებს, რომლებიც ვითარდებოდა ბესოხარძიანის საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო აბსოლუტური უმოქმედობა პროკურატურის მხრიდან. ჩვენ დღეს მესამე თუ სამ თვეზე მეტია გასული ბესოს კვლევობიდან და ეს საქმე იმდენად მიჩუმათებულია, თითქოს არც არაფერი არ მოხდა, ეხლა არაფერს არ ვამბობ, იქამდე მოხდა კვლევობაზე, ბატონ იური ვაზაგაშვილის კვლევობაზე. და ამასთან ერთად იყო გარკვეული, მოდით ასე ვთქვათ, შემოთვლები, რომლის შესახებაც ახლა მე ამაზეც აქ ვერ ვისაუბრებ, მე ვესაუბრე იმ ადამიანს ამ ყველაფრის შესახებ. თუ იქნება სამართლებრივი მსვლელობა ჩემი განცხადებების საფუძველზე, ეს იქნება ძალიან კარგი, მე ამის იმედი ჯერჯერობით მაქვს. თუ არ იქნება და საქართველოს დატოვება გვიანი არასდროს არ არის, მაგრამ ამის სურვილი არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, რომ დატოვოს საკუთარი ქვეყანა, რამდენად რთული სიტუაციაც არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ირაკლი, რა შეგიძლია გითხრა იმ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც თქვენ სოზარ სუბარმა და დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ გთხოვეს, რომ გაჩუმებულიყავით ბესოხარძიანის თემაზე და საუბარი იყო იმაზეც, რომ ერთგვარი ჯილდოს შემოთავაზებაც იყო გაჩუმების სანაცვლოდ. ეს არის ყველაზე საინტერესო თემა, როდესაც ჩვენ სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ. ეს არის ალბათ ყველაზე საინტერესო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და თქვენ ალბათ გესმით რატომაც. რატომ? იმიტომ რომ თქვენ სოზარ სუბარის მეგობარი იყავით და მასთან ერთად მუშაობდით. გითხარით ხო, არ გვინდა ახლა ამ სენტიმეტრებს ნუ გავუსვავთ ხალხს, კი, სამწუხაროა ნამდვილად ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანური თვალსაზრისით ეს არის სამწუხარო. იყო ეს შეხვედრა კაფე რუმში, როგორც ამის შესახებ მე ვისაუბრე, შეხვედრა იყო დაახლოებით 1 საათიანი, შეიძლება პლუს მინუს რამდენიმე წუთი. და ძირითადი თემა ეს იყო ბუნებრივია ბესოს კვლევობა და ის განცხადებები, რომ განცხადებებსაც მე ვაკეთებდი იმ დღეებში. თქვენ მოგეხსენებათ, თუ ვის ვახსენებდი მე იმ პერიოდში, ეს იყო ბატონი უდესიანი, ეს იყო ბატონი ჯანყარაშვილი. და მე რამდენადაც სხვა შორის პრემიერ-მინისტრმა მომაწვინა თავისი ხმად ჩემი ახლობის მეშვეობით, რომ მე ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვსო და ჩემი ინიციატივით არ მოხდა ეს შეხვედრა. კი ბატონო, მე ამას დავიჯერებ დიდი სიამოვნებით იმ შემთხვევაში, თუ ის დაინტერესდება, მაშინ ვისი ინიციატივით მოხდა ეს შეხვედრა.
თუ კი პრემიერი ამბობს, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი ეს არ ყოფილა, მაშინ უნდა დაინტერესდეს ბუნებრივია იმით თუ ვისგან მოდიოდა ეს დაინტერესება. მე თქვენ გეტყვით, რომ შედგა საუბარი ბესო ხარძიანის ქრივსა და ბატონ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის სატელეფონო საუბარი და ამას ეკას დაგიდასტურებთ, დარწმუნებული იყავით ბატონმა ვიქტორმა თქვა, რომ როდესაც ეკა დაინტერესდა უბრალოდ რატომ აიღო მან თავის თავზე ეს ინიციატივა და რატომ გადაწყვიტა ჩემთან შეხვედრა, მან საკმაოდ ხანგრძლივი საუბრის შემდეგ აღიარა რომ მას თხოვეს, ასე ვთქვათ, უდესიანის ხალხმა თხოვა რომ დაინტერესებული ყო ამ საკითხით და შეერიგებინა ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, ოჯახები, დაპირისპირებული ოჯახები. და თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ? სოზარ სუბარის თემა არის ასევე არანაკლებ საინტერესო და იგივე ბატონ ჯაფარიძის დეპუტატის. ვისი სახელით მოვიდნენ ისინი და რატომ გითხრეს? აი, გაჩუმდი და უშუალოდ თქვენი სიტყვები არის გვაქვს გვამის გაყიდვის სანაცვლოდ გაჩუმება შემომთავაზეს. დიახ, ნუ ამას ასე ქვია ახლა. შეიძლება ეს არ იყოს კარგი მოსასმენი და ყურს ჭრიდეს ცოტა, მაგრამ თავისი არსით ეს შემოთავაზება ამას გულისხმობს. ახლა შეიძლება ალბათ ჩემ მხრივ სხვანაირადაც მეთქვა, მაგრამ მეტი სიცხადისთვის მე ასე ვთქვი თავდაპირველად. დიახ. თქვენ კითხეთ, ანუ რა როლი ქონდა სოზარ სუბარს ამ შემთხვევაში? სოზარ სუბარი ესწრებოდა ამ საუბარს და ძირითადად თემით დაინტერესებული, როგორც მე მივხვდი, განსაკუთრებული დაინტერესებული იყო ბატონი ვიქტორი, თუმცა ამ ყველაფრის მომსწრე იყო ბატონი სოზარიც. და ერთი კითხვა თუ შეიძლება, ანუ რა ინფორმაციაზე არ უნდა გესაუბრათ თქვენ? ანუ კონკრეტულ რაიმე ინფორმაციაზე იყო ამ შემთხვევაში მათი მხრიდან თხოვნა, ეს ეხებოდა დაუშვათ გია უდესიანს, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ეს ეხებოდა დაუშვათ ჯანყარაშვილს, რომელზეც აბსოლუტურად ყველა გვარი, რომელიც თქვენ ახლა დაასახელეთ, ამ გვარებს მეც ვაჟღერებდი, ბატონი ვიქტორიც აჟღერებდა, თუმცა ახლა კონკრეტულად ვის მიერ იყო ინიცირებული ეს შეხვედრა, ბატონ ვიქტორს არ დავუკონკრეტებია. მე ბუნებრივია ახლა ამ ადამიანებს არ ვიხსენიებდი, ასე ვთქვათ, არ ვიხსენიებდი მაინც და მაინც კეთილგანწყობით. ვერ გამოვიცანი ბატონი ვიქტორისგან თუ ვისგან იყო ეს ინიციატივა. აბსოლუტურად ვისგან იყო ის წარგზავნილი და ვისგან იყო, ასე ვთქვათ, ამ დობის მანდატით აღჭურვილი, რომ ამ თემაზე ესაუბროთ. თუმცა არცი ეს ამაზე კომენტარი, თუმცა სამწუხაროდ უარი მივიღეთ დღევანდელ გადაცემაში მისგან რაიმე ტიპის კომენტარი მოგვესმინა და კიდევ ერთი დღეს რა შეგიძლია თქვა, თქვენ ჩამოხვედით ხარ თბილისში, იგივე ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გაქვთ თუ არა რაიმე ახალი ინფორმაცია? ძალიან სამწუხაროა, ინგა რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ბერლინიდან ნათქვამი სიტყვა უფრო კარგად ისმის ვიდრე თბილისიდან. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე ჩავედი რიგაში და ბერლინში, დავინახე გარკვეული დაინტერესება ხელისუფლების მხრიდან ამ თემისადმი. საერთოდ მიკვირს ის, რომ 2 თვის განმავლობაში თუ 3 თვის განმავლობაში და პლუს აი ამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში იმ განცხადებების შემდეგ, რომლებიც მე გავაკეთე ბერლინიდან, არანაირი დაინტერესება არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან, არანაირი კომენტარი არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან, ადამიანის უფლებათა კომიტეტიც კი არ დაინტერესდა. ეს არის აბსურდული მდგომარეობა, აბსოლუტურად. თუ თქვენ მეკითხებით ზოგადად სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში, ბუნებრივია გუშინ წინ გახდა თუ არ ვცდები, 2-ში გახდა 30 თვე, რაც ჩვენ გვაქვს ახალი ხელისუფლება, მაგრამ ნუ რომელი ერთი რეზონანსული საქმეა გამოძიებული. მითხარით, აი მე მაგალითად ეს სამაჯური მიკეთია ხელზე, სანდრო გირგვლიანის სახელით უკვე მერვე წელია. კითხეთ დათო ჯანდიერს, რომელიც წარმოადგენდა ოჯახის ინტერესებს სტრასბურგში. რამე ძვრა არის რეალურად ამ საქმესთან დაკავშირებით? მე ამდენადაც ვიცი, არანაირი ძვრა არ არის. პირიქით, ჩვენ ხედავთ იმას, რომ გარკვეული მედია საშუალებების მხრიდან არ დავასახელებ, სანდოწყაროებზე დაყრდნობით ხდება ესეთი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვითაც ბატონი უდესიანი ხდება გმირი და ხდება უდესიანის უშუალო მსხვერპლის ბესო ხარძიანის სახელის დემონიზაცია. აი ეს არის ის, რასაც ჩვენ ახლა თვალყურს ვარდევნებთ. აი ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა. ეს იყო ირაკლი კორძაია, ჟურნალისტი, რომელიც კიდევ ერთხელ ამბობს დაბრუნდა თბილისში და ის ამბობს, რომ ხარძიანის საქმეზე გაჩუმების სანაცვლოდ მას ერთგვარი ჯილდოც შესავაზეს და ამბობს, რომ ეს იყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა სოზარ სუბარი, დევნილთა მინისტრი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე. მადლობა ირაკლი, წარმატებას გისურვებ. ამ წუთებში კი მომაწოდეს ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თვითმკვლელობას სცადა თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა ბესიკ ცხადაძეს ცეცხლსასროლი ჭრილობა
მოსახლეობა თავის არეში აქვს მიყენებული. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა მძიმეა. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან შეკრებილი ცხადაძის ახლობლები კომენტარს არ აკეთებენ. წინასწარი ინფორმაციით თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი იყოს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. გადმოვდივარ მაგიდასთან, ჩვენ სტუმრებთან იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ გამოვთქვათ ჩვენი აზრი, ასეთ რეჟიმს გთავაზობთ 2 წუთი ჩემ დასმულ შეკითხვაზე და ჩვენ ყველას უნდა გქონდეს იმის საშუალება, რომ მოვისმინოთ თქვენი პოზიცია. ძალიან მძიმე პოსტი ჰქონდა დღეს საღამოს ლალი ვოროშკინას Facebook-ზე დღევანდელ გადაცემასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ მოდით თქვენი ნებართვით მე მას დავუსვავ პირველ შეკითხვას. ლალი, სამართლიანობის განცდა გაქვს თუ არა, გისმენთ? მივესალმები მაყურებლებს, მოგესალმებით და მინდა ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი მართლა მძიმე ეთერია, იმიტომ რომ იმდენი თემა გაჟღერდა დღეს და ეს თემა არის ყველა ძალიან რთული, რომ ძალიან ძნელია, საიდან დავიწყო არ ვიცი. ერთ ვიტყვი, რომ გუშინ წინ დამიკავშირდა იურა ვაზაგაშვილის მეუღლე ქალბატონი ციალა, რომელმაც თქვა, რომ ყველა მიატოვა და მეგობრებიც კი აღარ მოდიან მის სანახავად და ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და ტიროდა ეს ქალბატონი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი საქმე წინ არ წავაო, ეს ერთი. მეორე, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ და რაც მოხდა მრგვალ ბაღში, ეს აქცია საპროტესტო, მე მინდა ვთქვა ერთი რამე, რომ როდესაც ნაფიცი მსაჯულებიდან 2 ადამიანი გამუდმებით ტირის, ანუ მაშინ ან ნევროპათოლოგია საჭირო, სანამ ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან, ან ეტყობა ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება ამისი, როგორც ჩანს სამოქალაქო საზოგადოება ამისთვის მზად არ იყო და როდესაც ჩვენ ვიღებთ ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც უნდა იყვნენ ძალიან ადეკვატურები, იმიტომ რომ ნამდვილად სერიოზული გადაწყვეტილება აქვს მისაღები და 2 გოგონა სულ ტიროდა, ჩვენ შემოგვივიდა ზარი ერთ-ერთი ქალბატონის, რომელმაც გითხრა, რომ მას აიძულებენ, რომ მივიდეს ნაფიც მსაჯულად და ის მას ქმრის ეშინია, რომელმაც აუკრძალა ასეთი ტიპის საქმიანობა. აი მე მაინტერესებს საზოგადოებისგან პასუხი ადამიანს, რომელსაც საკუთარი ქმრის ეშინია, როგორ შეიძლება გამოიტანოს ვერდიქტი აი ესეთ რთულ საქმესთან მიმართებაში. საქმეები ბევრია და მე ნამდვილად მინდა მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური აბსოლუტურად სხვადასხვაობის ამ სუფრასთან აღარ ვიტყვი მაგიდასთან და მე მინდა რომ როდესმე აი ესეთი მაგიდა გადაიქცეს სუფრა და ეს რომ რამოდენიმეჯერ თქვი ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა, მე მინდა რომ დღეს ჩემს ოპონენტებს, რომლებიც ხშირად ყოფილან ოპონენტები, დღეს მაინც მივიდეთ რაღაცა ნიშნულამდე, რა ხდება რა არა. დღეს მე ირაკლის აზრი მინდა გავაგრძელო კორძაიასი. ინგა, მე ძალიან კარგად მახსოვს და ძალიან დიდი მადლობა, შენ იყავი ერთ-ერთი პირველი, რომელიც როდესაც დარბაისელთან დაკავშირებით წარმოიქმნა პრობლემა სასჯელასრულების დეპარტამენტში, მოისმინე და ზუსტად ამ სტუდიაში დასახელდა სახელები და გვარები და ის პრემიები საზოგადოებას მაშინ მოეჩვენა, რომ 40,000 იყო აღებული წლის პრემია და თურმე ყოფილა 3 კვირის პრემიები. და ზუსტად აქედან დავიწყეთ ამაზე საუბარი. სამწუხაროდ მაშინ ირაკლი ჯერ კიდევ იქ მუშაობდა, თუმცა რაღაცა ინფორმაციის მოძიებაში მეხმარებოდა და ძალიან დიდი მადლობა მას, თუმცა 1 წლის მერე ეს პრობლემად დარჩა. მე არ ვიცი სად აღდგა სამართლიანობა. რამოდენიმე ადამიანი არ მუშაობს, მაგრამ ის დარღვევები, რომელიც მაშინ იყო სასჯელასრულებაში, ამაზე პასუხი დღეს არავის არ გაუცია. კარგია რომ კახიშვილი არაჩვეულებრივ რეფორმას ატარებს და რომ მონსტრი აღარ იქნება სასჯელასრულების დეპარტამენტი, მაგრამ რეალურად ნაბიჯები წინ არ გადადგა. კარგით, მოდით მე ვთქვი რომ 2 წუთიანი ქრონომეტრაჟით ვისაუბროთ, ამიტომ ეხლა ნიკოლოსთან გადავალ პირდაპირ შეკითხვით. თქვენ რა სიტყვით გაქვთ თუ არა სამართლიანობის განცდა? ციტინგა სამართლიანობის აღდგენა ყველა ქვეყანაში საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა. ეხლაც კი ისრაელში დაძდევენ იმ ნაცისტებს, მოხუც ადამიანებს, რომლებიც უკვე საკმაოდ სავან ასაკში არიან. რახანა ის საკითხი შეეხო ამ პრემიებს და კორუფციულ სქემებს, მე მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და რატომღაც მონათლულია, რომ ეს ადამიანი იქ წასული არის უკრაინაში და ოდესაში დანიშნეს, იმიტომ რომ კორუფციას უნდა ებრძოლოს და დაამარცხოს. ჩვენმა ორგანიზაციამ უფლებადამცველთა გაერთიანებამ ჩავატარეთ კვლევა თბილისის წლებში ივნისამდე ნაციონალობის მმართველობის პერიოდში დაიხარჯა 1,794,793 აი ამ სარესტორნო მომსახურებებზე. ამას გარდა აქ ნიშანდობლივი რა არის, რომ როდესაც საუბრობს ზია წერეთელზე, ბებიამიზე, რომ რაღაცა დანგრეული მანქანა ყავდა, რაღაცა ეს ადამიანი სააკაშვილის ბებიაზე ვსაუბრობ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თბილისის მერიიდან, ანუ ეს ადამიანი ზია წერეთელი იყო შპს, ესე იგი წისქვილის, ანუ რესტორან წისქვილის ერთ-ერთი მეწილე, ცნობილი რესტორანია, კარგად მოგიხსენებათ და აღნიშნული
აღნიშნულ რესტორნის ფლობელს ერიცხებოდა 2010-დან 2013 წლამდე 108,399 ლარი. ანუ ეს ადამიანი ერთის მხრივ საუბრობს იმაზე, როგორი ესე იგი სუფთა არის, როგორი ისა და აქეთ კორუფციის ნიშნები. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს აგერ პრემიერებზე კვლევა, რომელიც გაიცა მერიაში 2006-დან 2014 წლებში გაიცა 80,890,400 ლარი პრემია, მივლინებებზე კი 4,794,700. არა, ეს ამბობ მე ნაციონალების მმართველობის პერიოდში. იცი რა, არ შეიძლება უზნეო ადამიანმა იქადაგოს ზნეობაზე, ამორალურმა ადამიანმა იქადაგოს მორალზე და დამნაშავეებმა იქადაგონ უდანაშაულობებზე და ადამიანის უფლებებზე. ეს ადამიანები გამოდიან, საუბრობენ იმის შესახებ, რომ რაღაცა კორუფციასთან და რაღაცა მანკიერ თვისებებს ებრძვიან. ერთი აი ყველაზე ესეთი თვალსაჩინო მაგალითია კიდე, ესე იგი წარმოიდგინეთ, ერთხელ ტივით ხეიბზე თბილისის მერიის მიერ დაიხარჯა 40,808 ლარი. ესე იგი რა კრეისერი შემოვიდა მტკვარში თუ რა, რომ ერთ ხეიბზე, ტივზე შეიძლება რომ 40,000 დახარჯულიყო. ეს არის ოფიციალური მონაცემები. ანუ ვისი თქმა გსურთ? ვისი თქმა მიდად, ანუ სამართლიანობის ადგენას მე უკავშირებ იმასაც, რომ ეს ხალხი დღეს როდესაც საუბრობენ, მაგალითად რომ აი მეც არ მომწონს რომ რაღაცა ზედმეტი პრემიები იწერება და რაღაცა ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ეს ადამიანები თავიანთი მმართველობის პერიოდში ასე უმოწყალოდ ექცეოდნენ ჩვენს მიერ გადახდილ ფულს და ხარჯავდნენ ამ ფულს. მე ერთი ფაქტი არის კიდე, ეს ერთი საკითხი თემის და მეორე ის რომ აქტიური შეტევა დაიწყო სასამართლოზე. 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ რაღაცა ქართამი და კორუფცია სუნისემს იმაში სასამართლოში, ზუსტად გუშინ მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც არის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, უაპელაციოდ განაცხადა იმ შესახებ, რომ რაღაცა ქრთამი და რაღაცა კორუფცია არის. ჯერ ეგრეთ ასეთ განცხადებას რო აკეთებს, რაღაცა არგუმენტები უნდა იქნას გაკეთებული. დავამთავრებ ფინგა და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის შემთხვევით. ჩვენ რომ საუბრობთ სამართლიანობაზე, პირველ რიგში ეს სამართლიანობა უნდა აღდგეს სასამართლოს მიერ და ძალიან კარგი პროცესები მიდის სასამართლოში, რომ უნდა მოხდეს იქ რეფორმა, ცვლილებები, იმიტომ რომ წლებია ჩვენ გვხავდა მოსამართლეები, რომლებსაც გამოჰქონდათ განაჩენები ისეთ გაუგონარ საქმეებზე, იგივე გირგულიანი ახსენეთ, იგივე ბუტარობაქიძე, დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელ გარემოებებში. სამართლიანობა იმ კუთხით უნდა აღდგეს წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში და ეს არის ძალიან ბევრი ფაქტორი და ჩინჩალაძე მე ვფიქრობ, რომელიც ადრე იყო მცხეთა-მთიანეთის პროკურორი და დუმილის უფლებას ინარჩუნებდა. მალე მოუწევს ამ დუმილის უფლების შენარჩუნება, როდესაც იქნება იგი ბრალდებული, იმიტომ რომ დღეს სირცხვილია და იურისტები ვართ, აქ სირცხვილი ადამიანი, ესეთი ტიპის ადამიანი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის პროკურორი იყო და ჯალათი იყო ნამდვილი და ათეულობით კი არა, ასეულობით განცხადებაა შესული პროკურატურაში, დღეს გამოდის და საუბრობს რაღაც ადამიანის უფლებებზე. ამ ადამიანს პასუხი უნდა მოეთხოვოს. მოდით შევეცადოთ რომ დავიცვათ ეს ქრონომეტრაჟი, მე გადავალ გოგაონიანთან, თუმცა მანამდე ინფორმაცია, რომელიც წეღან გავაცანი ჩვენს მაყურებელს, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თქო წეღან ვთქვი, რომ თვითმკვლელობასა და თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა ბესიკ ცხადაძე მამწუთას მეუბნებია, რომ ის გარდაიცვალა და მისი ახლობლები იმყოფებიან ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. ალბათ გამოძიება გაარკვევს რა გახდა ამ ფაქტის მიზეზი. დაუბრუნდით ჩვენს მთავარ თემას, გაქვთ თუ არა სამართლიანობის განცდა. ბატონო გოგა ამბობს ნიკოლოზ მჟავანადე, რომ სანამ არ აღდგება იმ წლების სამართლიანობა, მანამდე შეუძლებელია ამ რეალობაზე. წლებისაც უნდა აღდგეს სამართლიანობა, იმას არ ნიშნავს, რომ ის წლების აღდგეს. ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ სამართლიანობის აღდგეს, არ ნიშნავს ეს იმას, რომ მოგესალმებით, მივასალმებით საზოგადოებას. ძალიან სამხარო ინფორმაციაა და მის ოჯახს უსამძიმრებ, ამ გარდაცვლილის ოჯახს. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, მე მინდა პირდაპირ გითხრათ სამწუხაროდ სამართლიანობის აღდგენა გადაიქცა ტაკიმასხარაობად და საზოგადოება მას კარგად ხედავს. იყო თუ არა მოთხოვნა საზოგადოებაში სამართლიანობის, ეს მოთხოვნა რა თქმა უნდა იყო, ეს მოთხოვნა რა თქმა უნდა არის და ღმერთმა დაიფაროს ჩვენ საზოგადოებაში ეს მოთხოვნა გაქრეს, მაგრამ ამ ხელისუფლების მიმართ ნამდვილად აღარ არის ეს მოთხოვნა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არავინ იძახის, რომ 9 წელი შეიძლება არსებობდეს ხელისუფლება და ამ ხელისუფლების პირობებში არ იყოს ჩადენილი რაღაც დანაშაულები, თუნდაც საჯარო სამსახურის თანამშრომლების მიერ, თუნდაც მაღალი თანამდებობის პირების მიერ, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით, თავისი უკანონო ქმედებებით, თავისი პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებით და შერჩევითი სამართლით, რაც ცალსახარი ყველა საქმეში და დეტალებში შემიძლია შევიდე, უბრალოდ გაუგებარი გახადა, სად იყო რეალურად დანაშაული ჩადენილი და სად იყო აღსარგენი ეგრეთ წოდებული სამართლიანობა და სად საერთოდ არ იყო დანაშაული ჩადენილი და ადამიანები პოლიტიკური ნიშნის მიეცემ პასუხისმგებაში. რაც შეეხება ჯერ ერთი უნდა აღდგეს და მეორე ამ პრინციპით რომ ესარგებლა ნაციონალურ მოძრაობას 2003 წელს და დაეწყო მხოლოდ 2003 წლამდე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, თქვენ
წარმოგიდგენიათ, ალბათ საქართველოს დღეს ad იქნებოდა. და საქართველოს იქნებოდა იქ, სადაც გვაბრუნებენ სამწუხაროდ ეხლა ამ ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება ორი კონკრეტული საქმეები და გითხრა და მაინტერესებს იმ ადამიანების პოზიცია, ვინც ქართული ოცნების ესე ვთქვათ, გარკვეულწილად მხარდამჭერებად მოიაზრებიან, მათ შორის ბატონ ნიკოლოზის და ნებისმიერი ანუ თუნდაც იმ პოზიციის გამჟღერებელი, რომელიც თქვენ საუბრობთ იმ შესახებ შეიძლება რა, მე ხო შემიშლა კი ბატონო, ხო, რის თქმა მინდა მიხვდები თქვენ რასაც ვიზახი. გართუ არა თქვენ პროტესტი იმაზე, რომ ბატონი კორძაია, არ ვიცით ტყუილს, არ ვიცით მართალს, მე ამას ვერ ვიტყვი და ეხლა სხვასავით ესე უაპელაციოდ ვერ დავიწყებ, რადგან კორძაიამ თქვა, ეს ყველაფერი მართალია. ბატონი კორძაია ამდენი ხანია ლაპარაკობს, საუბრობს, უკვე მე-4 ინტერვიუა კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე. და ეს დანაშაულის ჩადენა არ ბრალდება ქუჩის ბიჭს ვიღაცას ეს ამას აბრალებს მინისტრს და აღმასრულებელსა და საკანონმდებლო ორგანოს წევრს დეპუტატს. რატომ არ გაქვთ იმაზე პრეტენზია, რომ დღემდე არ არის დაწყებული გამოძიება და როგორც მისგან გავიგეთ, არავინ დაინტერესებულა ამ კონკრეტული ფაქტით. მე კარგად მახსოვს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც მოხდებოდა რაღაცა დანაშაული, აბსოლუტურად სწორად და ლოგიკურად ქალბატონი ირმას და ბევრი სხვა ადამიანი ითხოვდა იმ პირის დროებით ჩამოშორებას თავისი სათხოვრები მოვალეობის შესრულებიდან, სანამ დასრულდებოდა და მოიწურებოდა ამა თუ იმ საქმეზე გამოძიება. ამაზე საერთოდ დაწყებულიც არ არის, რაც ძალიან საკვირველია, იმიტომ რომ უნდა დამტკიცდეს, რომ ეს ადამიანი იტყუება და ცილს წამებს კონკრეტულ ადამიანებს, ანუ ცრუბრალდებას აღგერებს, ან სხვა შემთხვევაში თუ კი რეალობასთან აქვს ამას ძალიან დიდი შემთხვევა, მაშინ პასუხისმგებლობაში უნდა მიეცენ ის კონკრეტული ადამიანი. გარდა ამისა, მოკლედ ვიტყვი, უბრალოდ ასევე ძალიან საინტერესოა, რატო არავინ არ იწყებს გამოძიებას იმ ფაქტზე, რაზეც ისაუბრა სინაურიდან. ციხის დირექტორმა, რომელიც გაუშვეს, გააპარეს და ამაზე პრესკონფერენცია მაქვს არაერთხელ ჩატარებული ამერიკაში და ეს ადამიანი იძახის, რომ ეკაბესელია თხოვდა კონკრეტული პირებისთვის დაედო ხელი. არც ამაზე არ არის გამოძიება დაწყებული და მე ვთვლი, აი ესეთი ხელისუფლების პირობებში სამართლებრივი აღდგენის მოლოდინი არის საკუთარი თავის მოტყუება და საზოგადოების. დიდი მადლობა. მე ეხლა თქვენ ოპონენტები გისხედან, ამიტომ მათი არგუმენტებით უბრალოდ არ დავიწყებ საუბარს, თუმცა როდესაც ამბობთ ბატონო გოგა, რომ ადამიანები რატომ არ ხდება მათი ჩამოშორება თანამდებობებიდან და ასე შემდეგ, გაგახსენებთ გირგულიანის ფაქტს, ვითომ გადაყენებული თანამდებობიდან მაღალჩინოსნები, შემდეგ როგორ აღმოჩნდნენ ისევ საკუთარ თანამდებობებზე. და გეთანხმეთ, რომ სწორი იყო მოთხოვნა და ესეთი მოთხოვნა დღესაც უნდა არსებობდეს. კარგი. ბატონო გოგა, იცით რა არის, მე თქვენ საუბრობთ პროტესტი რატო არ გიჩნდებათო. მე მაგალითად ხა მიუხედავად იმისა, კითხვა და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჩემი კოლეგა ბრძანდებით ამ შემთხვევაში, მე პროტესტი მიჩნდება, რომ თქვენ გარეთ აღარ და არ იმყოფები სიტყვაში. იცით რატო, მე არაერთმა ადამიანმა მომართა მართლგეუბნებით, იგივე დავით ჩათილიშვილმა, ტოლიაშვილმა, რომლებიც მიუთითებენ მის შესახებ. მოკლედ 18 წლის. არა, მომისით ერთი წამით. მე ხო არ ერთი წამით. მოდი პარიტეტი დავიცვათ. თქვენ ჩაუდეთ ნარკოტიკი ადამიანს, ეს ადამიანი დღეს ესე იგი საუბრობს ის პოლიცია ერთი წამით ეხლა ვისუბრახ მამაღალი ხმაქვს იმაზე ხარ ვილაპარაკე თქვენ ხო დაამთავრეთ საუბარი ერთი წამით თქვენ ეხლა რომელი თქვენ ხელისუფლების პერიოდში სამი პოლიციას რო გაედო ბრალი გარეთ იქნებოდა ის ადამიანი ბიჭი რომელიც იყო დედის ერთა და ეს ადამიანი არის თქვენს მიერ შეთითქმული თქვენაირმა ადამიანებმა ეს ადამიანები გამოუშვეს მე სად გამოვუშვი მე თქვენი პოზიცია იყო თქვენ ერთი წამით ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი დღეს თქვენ ხელისუფლების ამაზე პასუხისმგებლობა გეკისრება თქვენ და საიდან მეკისრება სამოქალაქო სექტორი რომელ სექტორში ხარ კარგი ხარ სად თქვენ ბატონო ჩემო ხარ ყოფილი ზენდორი ზონდერი რა ზონდერი ზარი ზონდები რასაც სურათებით რა საზოგადოებამ რა მე პირადად ნახე კიბიზის ბაში როგორ არბევდით ის აქცია არბევდით ბატონო ვინც გზა პოლიციელი მიუთითებს როგორ ჩაუდეთ ნარკოტიკი თქვენ დავალება კი თქვენი დავალებები თქვენ გამოდიოდით მოდით მე ირმასთან თქვენ არ უნდა იმყოფილ ეს ამ ხელისუფლების სისუსტე არის რომ რეალურად არა იმიტომ რომ ეხა საუბრობს ადამიანი იმის შესახებ იმიტომ რომ თქვენზე არაერთმა ადამიანს თქვენ შემდეგ უჩივლეთ ზაზახატიას და არაერთმა ადამიანმა თქვა რომ თქვენ იყავით სუსის აგენტი თქვენ უჩივლეთ და ვერაფერი ვერ დაამტკიცეთ ზაზახატიაშვილმა ამის შესახებ უარყო ესო თქვენ თუ ამის შესახებ გადაცეთ თქვენს გიჩივლებ და შეგლიათ ნებისმიერ დროს თქვენ ხართ იმ გუნდის წევრი კიცებულებებს წარმოგიდგენთ თქვენ იმ გუნდის კიცებულებებს წარმოგიდგენთ რომ თქვენ ემსახურებით სუს თუ აი თქვენ მიიღებთ სასამართლოში სარჩელს თქვენ სარჩელს მიიღებთ სასამართლოში აი ამ განცხადების გამო და თქვენ კიცებულებებს თქვენ გინდათ მანტია მოიგო დღეს არანაირი მანტია არ მინდა იმიტომ რომ თქვენ უბრალოდ როდესაც რაღაცა დოკუმენტს როცა ავსებთ ის დოკუმენტი ასად არ ხრება არსად არ ხრება
პირდაპირ თქვენ ერთი რამე უნდა იცოდეთ, რომ ხვალ და ზეგ თქვენ ყველა ვარიანტში მოხდებით იქ სადაც ეს თქვენი ნება თუ იქ კი ბატონო, ჩემი ნება საზოგადოების დღეს არის სირცხვილი თქვენ რო აქ იმყოფებით. თქვენი ადგილი აქ არ არის. აქ არ არის, თქვენ უამრავი დანაშაულებით იკვეთება რომ ჩემი ადგილი სუსის აგენტებთან ნამდვილად არ არის. თქვენ რა ვქნათ? სუსის ხევანდელი მოცემულობა ესეთი. პირი გამოირეცხეთ სუსის აგენტებზე რომ ლაპარაკობთ. შეგიძლიათ მიჩივლოთ და მიგ წარმოგიდგენთ თქვენ მტკიცებულებას ადამიანებს რომლებსაც არ უჩივლეთ თქვენ ამის გამო და ეს დაგაბრალეს კონკრეტული დეტალები. თქვენს მიმართ შეტანილი ხდება სარჩელი. კი ბატონო, თქვენ თუ ვერ წარმოვადგით ამ მტკიცებულებას, რა თქმა უნდა, შედით ინტერნეტში და ნახეთ. გაქვთ თუ არა სამართლიანობის განცდა ამ შეკითხვას უსაუბრ ქალბატონ ირმას, ნინოს და ბატონ ზაზას. ქალბატონო ირმა, გაქვთ თუ არა თქვენ პირადად სამართლიანობის განცდა? მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს, მივესალმები მაგიდის სტუმრებს. ნამდვილად მძიმე დღეა და დავეთანხმები ქალბატონ ლალის. ძალიან მძიმე ღამე იყო წუხელაც, იმიტომ რომ ყველა ვიყავით მოლოდინში იმ სასამართლო გადაწყვეტილების და მოხდა ის, რაც მოხდა. ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეს გულისხმობ, ის რომ ჩვენს კანონმდებლობაში არის ძალიან ბევრი ხარვეზი, ეს ცალსახაა და დავინახეთ, ის რომ საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა და ნამდვილად არ იყო მზად იმისთვის, რომ საქართველოში ნაფიც-საჯულთა ინსტიტუტი ზოგადად ყოფილიყო. ეხლა ზუსტად საუბარია ამერიკაზე, ამერიკაში არის უამრავი შტატი და ამერიკელები ისე ხვდებიან, რომ საერთოდ ერთი შტატიდან მეორე შტატში არც გადადიან ხოლმე და საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველა ერთმანეთის ნათესავია, ყველა ერთმანეთის მეგობარია და ბუნებრივია, რომ შესაძლებელია იყოს ესეთი საფუძვლიანი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ადგილი ქონდეს ამ ახლობრულ გარიგებებს. ბუნებრივია, მე ვერ ვიტყვი იმას, რომ მაინც და მაინც ლაშა მახარაძის მკვლელი არის ბრალდებული ადამიანი, ვინაიდან ჯერ არ გვაქვს კანონერგზალა შესული გადაწყვეტილება და საერთოდ არ გვაქვს გადაწყვეტილება და რა იქნება მომავალში არავინ არ იცის, მაგრამ კანონში ცალსახად არის გაწერილი პროცედურები თუ რა უნდა მოხდეს ამის შემდგომ, უნდა შეიკრიბონ ახალი ნაფიც-საჯულები და თუ კი აი ეს ახალი ნაფიც-საჯულებიც ვერ გამოიტანენ გადაწყვეტილებას, ცალსახად მოსამართლეს გამოაქვს გამომართლებელი განაჩენი. ეხლა რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას და სამართლიანობის განცდას, დავიწყოთ იქიდან, რომ სამართლიანობა პირველ რიგში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში. თუ არ დავამკვიდრეთ, ვერაფერს ვერ აღვადგენთ. თუ არ ვიცით რა არის სამართლიანობა დღეს, საქართველოში უმრავლესობამ არ იცის რა არის სამართლიანობა, ვინაიდან ყველა ადამიანის სამართლიანობას აქვს ძალიან ბევრნაირი განმარტება და შეიძლება ბევრი ადამიანი თვლის, რომ იქ სადაც მისი სამართლიანობის აღდგენა იწყება, იქ იწყება სხვა ადამიანის უსამართლობა, იმიტომ რომ იმას ესეთი განცდა აქვს და ასე შემდეგ. თქვენ თუ გაქვთ სამართლიანობის განცდა, პირადად თქვენ, ეს ამ თავარი შეკითხვა. მე დავიწყებ იქიდან, რომ პირადად მე სამართლიანობის განცდა შესაძლებელი ხომ ახლა ვთქვა, რომ დღეს არ მაქვს. ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამესთან, კონკრეტულად დავიწყებ ყველაზე დიდ პრობლემასთან, ეს არის სასამართლო. საუბრობდნენ მაგიდის სტუმრები იმასთან დაკავშირებით, რომ ყავდა მოსამართლეები, რომლებიცაც წლების განმავლობაში გამოქონდათ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილები. ეს მოსამართლეები კი არ ყავდა, ეს მოსამართლეები დღესაც ყავს და კარგახანი გვეყოლება. ისინი არსად არ წასულან და ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ამ მოსამართლეებს, რომლებსაც როგორც მინიმუმ 220 პოლიტპატიმრის განაჩენი აქვთ გამოტანილი, ერთშვენიერ დღეს რაღაც გვერდები მოექხანათ, ამოუვიდათ ფრთები და გახდნენ ანგელოზები. ანუ რას ამბობთ თქვენ? არანაირად. ვამბობ იმას, რომ მე არ ვამბობ იმას, რომ მაინც და მაინც ყველა მოსამართლე დაიჭირეთ, მაგრამ როგორც მინიმუმ მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა დაუსაბუთებელი უკანონო განაჩენი, მოსამართლე, რომელმაც ციხეში გაუშვა უდანაშაულო ადამიანი და მოსამართლე, რომელმაც არასწორად განახორციელა მართვა-ჯულება, ეს მოსამართლეები როგორც მინიმუმ უნდა გაუშვან. მადლობა. წმენდა უნდა ჩატარდეს ანუ მოსამართლეების და როგორც ვიცი, როტაცია უნდა 2016 წელს ეწურება ძალიან ბევრ მოსამართლეს ვადა და იმედს ვიტოვებ, რომ უბრალოდ მოსამართლებს ეხლა ისე ხელაღებით, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის დროს მოხდა, რომ მოუნდა და ყველა გაუშვეს, ესე არ იქნება და ყველა დაიცავს კანონს. დიდი მადლობა. ქალბატონ ნინო, რა სიტყვით თქვენ გაქვთ თუ არა პირადად თქვენ სამართლიანობის განცდა? მოგესალმებით პირველ რიგში ბესიკ ცხადაძის ოჯახს მინდა რომ მიუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია მართლაც რთულ პერიოდში ვართ და უნდა გავიაზროთ ის რომ გვთავაზობენ ფაქტიურად აბსურდს რომ ის ამოხსნაც არავის არ აქვს ეს სამართლიანობის აღდგენა რას ნიშნავს და რა პერიოდიდან უნდა დავიწყოთ ეს სამართლიანობის აღდგენა არავინ არ შემოგთავაზა და ფაქტიურად რაღაც ანარქიულ სიტუაციაში ვართ როცა გვთავაზობენ სხვადასხვა ფორმულებს და განმარტებებს იმის მიხედვით ვის უფრო მეტი ძალაუფლება აქვს
ხელში კონკრეტულ მომენტში. ამიტომ სამართლიანობის აღდგენა ცოტა ისეთი კომიკურ კონტექსტში მოსახსენიებელი სიტყვაწყობა გახდა და ყოველთვის გასაგები მიზეზების გამო რაღაცა ერთგვარ უხერხულებას ქმნის საზოგადოებაში. აი რა გასაგებ მიზეზებზე გაქვთ ახლა აქცენტი? ძალიან უცნაური მოვლენები ხდება საქართველოში, რბილად რო ვთქვა, თუნდაც მსოფლიო სავალუტო ფონდის გარშემო მიმდინარე სკანდალი გავიხსენოთ, რომელიც გუშინ მოხდა. ჩვენ გვყავდა სამართლიანი არჩევნების გზით მოსული პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უარია თქვა თანამდებობაზე და დაეარსებინა არასამთავრობო ორგანიზაცია. ის ხდება ძალიან გავლენიან ფიგურებს, პოლიტიკოსებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ერთგვარად დღეს გამოდის და ამბობს იმას, რაც თქვა გუშინ, ფაქტიურად ის თუ სადმე კიდე არსებობდა მითი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება და დანაწილების პრინციპი მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ გვაქვს სამი დამოუკიდებელი შტო, ეს გუშინ დასამარდა ფაქტიურად ადამიანმა. ბიზინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ მას უნდა დაეჭირა ქადაგიძე, მაგრამ უთხრეს რომ არა. ცხადია ქალბატონო ინგა, გუშინ ფაქტიურად აღიარა, რომ ის არის რაუნდებელი პროკურორის მოსამართლეს და ყველაფერი ამ ქვეყანაში ახლა ჩვენ ნუ დავიმავებთ ახლა თვალებს და ნუ დავიწყებთ მის განცხადებას, როდესაც თქვა მან, რომ ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობის ამ პარტიის წევრების რიტორიკა პირდაპირ მასში იყო პროკურატურაში რიგებთან, ეს დაგვავიწყდა და არ უნდა დავივიწყოთ, თუ დაგვავიწყოთ და გავიხსენოთ და ის თვითონ გვახსენებს ამ მის განცხადებას და გუშინ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ახლა ჩემთვის სამართლიანობის აღდგენა მაგალითად დაიწყებოდა იქედან, როდესაც მთელი ბავშვობა უშუქობაში გავატარე, უგაზობაში გავატარე, კორუფციულ ვითარებაში გავატარე, რაღაცა კრიმინალების გარემოცვაში გავატარე, ძალიან გახარებული ვიქნები თუ მაგ სამართლიანობას რაღაცნაირად ვინმე დამიკომპენსირებს და აღმიდგენს, მაგრამ ახლა აბსურდებზე ლაპარაკი არ უნდა იყოს და უკვე სასაცილო ხდება. ახლა დავიწყოთ იმაზე, რა რიტორიკით მოვიდა ეს ხელისუფლება, ხო? ესენი მოვიდნენ რაღაცა განსაკუთრებით არჩევნების წინა დღეს, რომ ბარბარე რაფალიანცი არ იქა მოგვიკრეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და იყო მთელი პანიკა და ყველას დაავიწყდა ბარბარე რაფალიანცი და ჩვენ მე მივიღეთ მანა ბერიკაშვილის მხრიდან ძალიან ცინიკური კომენტარები ამასთან დაკავშირებით და ეს არის ჩემთვის უსამართლობის განცდა. აი ამ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის უსამართლობის განცდა არის ის, რომ თათუხაშვილის საქმეზე არ ვიცით რა ხდება, კორტავას საქმეზე არ ვიცით რა ხდება, ჩვენ არ ვიცით რატომ ხდება ისე, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მოსტრად წოდებული ბაჩვახალაია, როცა გამართლება ხოლმე სასამართლოს მხრიდან მე ისევ თეთრი ძაფით იკერება საქმე და ისევ რჩება ის პატიმრობაში, აი ეს ქმნის უსამართლობის განცდას და რა აწუხებს ზოგადად მოსახლეობას, ეს კიდევ სხვა საკითხია. რაც შეეხება ბატონ ნიკოლოზის განცხადება, ძალიან მოკლედ გამოვეხმარები ერთი წინადადებით. ხა ბევრ რაღაცაზე ისაუბრებენ. თავი პრობლემა რა არის იცით? აი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად ვინმე არ არის ირაკლი კორძაია, მაგრამ ამ შემთხვევაში ირაკლი კორძაია გამოდის და ამბობს, რომ აი ასეთი და ასეთი ფაქტები მაქვს, აი ესეთი და ასეთი ინფორმაცია მაქვს და პირდაპირ ზდებს პროკურატურას ბრალს იმაში, რომ ისინი არიან უმოქმედო და არაფერს აკეთებენ, რაც ისედაც მუსირებს საზოგადოებაში, რომ ისინი არაფერს აკეთებენ, ხო? ან სუსტი პოზიციები აქვს, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სხვა თემა. ამ შემთხვევაში გამოდის ვინმე ბატონი ნიკოლოზი, ამ შემთხვევაში ბატონი ნიკოლოზი, რომელიც ჩვენს პირდაპირ ესეა და საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილის პერიოდში, სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, არა, ნუ მაწყვეტინებთ, მე თქვენ არ შეგაწყვეტინებთ, სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში თურმე იყო კორუფცია და რაღაც ფაქტებს გვისახელებს. კი ბატონო, შეიძლება მართლა არსებობდა, რომელიც ღირს რო გამომიდიოდა საზოგადოებას ვაჩვენოთ, მაგრამ სასაცილოა რა, მაგალითად Global Index Barometer Survey ამბობს, რომ ტკბილი ნეტარება იყო არა, როგორ იყო ტკბილი ნეტარება? არა, იმიტომ რომ თქვენი ამბობს, რომ მე არ მინახია იმ სტატიან რეჟიმში. არა, მოდით რა, ძალიან ძნელი ხა მაყურებელს უჩით თქვენი მოსმენა, იცით ახლა ყველაფერს აქვს საზღვარი რა. ახლა საუბრობთ რაღაცა ადამიანის უფლებებზე, როცა 9 წელი დაღიზიანებთ, მაგრამ ეს 9 წელი ეს არის ის ნიშა რომ არა სამართლიანი, ეს უსამართლობა ხარ რომ გისმენ. ეხლა მე თქვენ შეგიძლიათ ნაციონალების პარტიულ ლაფებზე გამოხდეთ ესეთ დემაგოგია. მადლობა. თქვენ შეიძლება გეწინათ კონკრეტულად თქვენ არ გულისხმობთ ამ შემთხვევაში. ხო, ანუ გამოკითხულთ ესეთი Global Index Barometer of Corruption არსებობს, ეს გამოკითხვის მიხედვით იმ პერიოდში, ესე იგი მოსახლეობის 3%-მა თქვა, რომ მათ ჰქონდათ განცდა, ეს არის ძალიან ცნობილი გამოკითხვა, ხო, რომელიც მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ტარდება და ყველას მიერ აღიარებულია თუ კი ვინმე ამ სფეროში ითვლება ექსპერტად და საერთაშორისო დონის ორგანიზაცია. ისინი ამბობენ, რომ 3% საქართველოს მოქალაქეებსა ჰქონდათ იმის განცდა, რომ საქართველოში იყო კორუფცია. ესე იგი მსოფლიო მასშტაბებს რო შევადაროთ ეს და სხვა ქვეყნებს 3% იყო ძალიან დაბალი. თუ კი თქვენ გაქვთ რაღაც კონკრეტული ფაქტები, ცხადია უნდა გამოვიძიოთ, და ეს უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნა, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ როცა ისე ვიტყვი, ირაკლი კორძაია გამოდის, ამბობს, რომ რაღაცა ძალიან დიდი პრობლემები არის, უბრუნდები 9 წელს
სიტუაციაში უცებ ბრუნდებით და უკაცრავად ნოდარ ხადური და ციკანი რო სინონიმები გახდა. ეს არ გახსენება. 40,000 რო დახარჯეს თბილისის ოფცია. ძალიან ცუდია, ძალიან ცუდია. თქვენ სამოქალაქო თქვენი ამოღებული არა, ძალიან კარგი, ზაზა ხათიაშვილთან უნდა გადავიდე. ძალიან გთხოვთ. ეს უკვე ტყუილია. დიდი მადლობა. ზაზა, იმდენი გვარი ჩამოთვალეთ, ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი, მექნებოდა მეტი სამართლიანობის განცდა თქვენი პოზიციიდან, თუნდაც გირგვლიანი გეხსენებინათ, თუნდაც ვაზაგაშვილი გეხსენებინათ, გეხსენებინათ აფრასიძეები, გეხსენებინათ რობაქიძე, თუნდაც რომელიმე ერთი მათგანი იმ ჩამონათვალში, რომელიც თქვენ გააკეთეთ. აქ ვერ მახსენეთ და მე ვეთანხმებიან. არა, თქვენ ამ დაგესწრებით. ეს არის არასწორი კომენტარი. ზაზას ვაძლევ სიტყვას, გისმენთ ზაზა. ხა რეზუმეის გავაკეთო. მე სრულიად ვეთანხმები ქალბატონ ირმა ჯგადოას ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მას სწორედ ბრძანა რომ ხალხმა არ იცის რა არის სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა არის სამართლიანი მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლო და ეფექტური გამოძიება. ერთს გვეუბნება როგორი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი, მე-13 მუხლი არის ეფექტური გამოძიება და ფაქტობრივად ჩვენ რო ვიყოთ სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა იყოს ის კანონმდებლობა, რომელიც საზოგადოებას სამართლებრივ გარემოში გვაცხოვრებს. როდესაც მოხდა ცვლილება ხელისუფლების, გინდა ის იყოს სააკაშვილის ხელისუფლება, გინდა იყოს ეს ივანიშვილის ხელისუფლება, ორივე ხელისუფლება იღებდა ვალდებულებას, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გზით უნდა მომხდარიყო სამართლის სასამართლოს პრინციპი. პირველი რაც უნდა მომხდარიყო, ეხლა პროკურატურის რეფორმა გააკეთა ორივე ხელისუფლებამ ანტირეფორმა. კერძოდ პროკურატურა საერთოდ უნდა გამოძიება ჩამოცილებულიყო ნორმალ ქვეყნებში ესე არის და პროკურატურა მხოლოდ უნდა იყოს ბრალდების ხარდამჭერი. გეტყვით. პროკურატურამ უნდა დაუჭიროს ბრალდებას მხარი. მხოლოდ პროკურატურას არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს გამოძიებასთან. საქართველოში უნდა შეიქმნას ერთიანი საგამოძიებო სისტემა. ყველა ეს გენერალური ინსპექცია უნდა გამოვიდეს სამინისტროებიდან და ყველა დამეთანხმება რომლებიც მუშაობდნენ. შეიქმნას ერთიანი სტრუქტურა და არც ერთ მინიტრს არ უნდა კონდეს შეხება. და მესამე ენგა უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოს ჩადენილ დანაშაულს. გრიგოლიანი საქართველოს წინააღმდეგ იყო ყველაზე საშინელი ფაქტი. გრიგოლიანი საქმემ რა თქვა? ირმა და მეთანხმება, რომ არ შეიძლება იგივე უწყება იძიებდეს იმ საქმეს, რომელ უწყებაშიც ეს პირი მუშაობს. რა მივიღეთ ის რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იგივე ხდება, ვიღაცამ ჩალაშაული ჩაიდინა სავარაუდოდ და პოლიციელმა ჩაიდინა დანაშაული, იძიებს პოლიციელი. თუ ეს სამართლებრივი რეგულაციები არ შემოვიდა, ინგა გამორიცხულია, ირმას ვეთანხმები, იყო ვაზაგაშვილი, იყო გირგულიანი, იყო საშინელი ფაქტები. ეს საშინელი ფაქტები გრძელდება და უმოქმედობა დღეს რასაც ვხედავთ თქვენ ბრძანეთ პროკურატურასთან მიმართებაში დღეს ალასანია იყო გამოსული და ჩვენ ვნახეთ რომ იმ პროკურატურის გამოძიებული საქმე რომელიც ადვოკატებს არ მიღწეს რომ გრიფით საიდუმლოა გამოდის საგანელიძე გამოდის ივანიშვილი და დეტალებზე საუბრობენ ქალბატონო ინკა და არ ძგება იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი ვინ მიიტანა ეს სააკაშვილის ხელისუფლებას მე რატო არ ვახსენე ვიცით მე მაგ ეგეთ შეფასება იყო რეჟიმი და რეჟიმი იყო, მაგრამ ეს რეჟიმი არ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ იმიტომ ვიბრძოდით, რომ საინტერესოა რა სიტყვის ირაკლი შოთაძე, იგი რამდენიმე წუთში მაყურებელს შევასწავლეთ. ირაკლი შოთაძე არის პირდაპირ ადებდნენ ხელს, რომ ირაკლი შოთაძეს დაქონდა ეს საქმეები. პირდაპირ ადებდნენ ხელს და ირაკლი შოთაძემ უსვავ მე კითხვას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. როცა დეპუტატი გამოდის და ამბობს, რომ მან ნახა სიცხლის სამართლის საქმე, ჩამოძიება ჩატარა და ვინ მიიტანა ეს სიცხლის სამართლის საქმე პარლამენტში. ესეთი განცხადებაზე კი ბატონო, ან ბიძინა ივანიშვილმა ადვოკატებმა რო არიციან, ის საქმე საიდან იცოდა? ამიტომ ჩვენ სამართლიანობის აღდგენა ნიკოლოზსაც ვეთანხმები მე იმაში რომ სააკაშვილის ხელისუფლება რაც ჩაიდინა რაც შეედინა ამ ხელისუფლებამ ორივე თუ იქნება გამოძიებული ჩვენ სამოქალაქო სექტორი ვარ და სამოქალაქო სექტორს აღარ გვექნება კითხვები მე მაგ კითხვები ამიტომ მათ უნდა გამცემ პასუხი ეხავე ვალის მივცემ სიტყვას ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო და ძალიან გთხოვთ ლალი გისმენთ ვალის არ უცაუბრია საქმე იმაშია რომ დაიწყო როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა ძალიან ბევრმა მინისტრმა თანამდებობის პირმა გადაწყვიტა რომ მამებლური ტყუილებით უნდა ესიამოვნებინათ პრემიერ-მინისტრისთვის ერთი პრემიერ-მინისტრისთვის შემდეგ მეორე შემდეგ გაირკვა რომ თურმე ისეთი ადამიანები როგორც თუნდაც მე ვარ რომელიც მუშაობდა სახელმწიფო სისტემაში და როდესაც მე დავაფიქსირე პირველივე დარღვევა სამწუხაროდ მანანა კობახიძე მაშინ გააკეთა განცხადება რომ შიგნით გუნდში როდესაც არის რატომ ამ ხელს თავისიანებსო და ჩვენ უნდა ვამხილოთ ჩვენიანებით მე 9 წელი ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს და არავისთვის ეს არ არის დასამალი და ყველა მიცის რომ მიტინგი არ გამომიტოვებია მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ მე თუ დღეს რაღაცა არ მომეწონა ამაზე უნდა გავჩერდე მაშინ მე მეტყვიან რომ შენ ჩვეულებრივი კონფორმისტი ყოფილხარ 9 წლის მერე კარგ
კარგად იგრძენი თავი და დღეს დახუჭე თვალები. მე ვარ მომხრე იმისი, რომ გამოვიძიოთ, რაც იყო გადაცლომები, მაშინ თუნდაც 3 წელი დავყოთ, მაგრამ როდესაც ვამბობთ, როგორ უნდა გამოვიძიოთ საქმეები, დავიწყოთ 2003 წლიდან, 3 წელი გავყოთ, თქვა პირველ 3 წელიწადში რა იყო დარღვევა, მეორე და მოვიდეთ დღევანდელ დღემდე, იმიტომ რომ შეუძლებელია ის რაც იყო გამოვიკვლიოთ, მით უმეტეს ციხესთან დაკავშირებით და მე აქ მინდა ერთი შეკითხვა, ირაკლის როგორც ჩანს დრო არ ეყო, იმიტომ რომ მე და ირაკლი ვისაუბრეთ 25000 პატიმრიდან გახდათ 11000 პატიმარი და რატომღაც შენდება ძალიან დიდი ლაითურის ციხე. აი ზუსტად ლაითურის ციხესთან დაკავშირებით არის ბევრი შეკითხვები, რომელიც ირაკლი მართქო, იმიტომ რომ ბევრი შეკითხვებია, თქვა რა კომპანია აშენებს, რა ხდებოდა რეალურად ამ საქმესთან მიმართებაში. ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას. ჩვენ გვაქვს გარემონტებული ბათუმის ციხე, პირველი და მეორე და რეალურად კიდევ ერთხელ სიმართლე ჩვენგან უნდა მიიღო. მე კიდევ აქვე დავაფიქსირებ რა, როდესაც ახლა ნიკას მიმართეს, რომ მხარდამჭერი ხარო, ეწყინა, მე ვარ მხარდამჭერი და ვაღიარებ. იცი რა, მე მინდა რომ დღევანდელი მთავრობა იყოს სწორი გზით მიდიოდეს, მაგრამ მე მინდა რომ შევასრულო მეხანძრის როლი და თქვა რომ იცით რა, აქ ხანძარია და იქნებ ჩავაქროთ ეს ხანძარი. სად არის ხანძარი? ნახევარი წუთი გვაქვს თითოეული თქვენგანისთვის და უნდა ჩავედიოთ, იმიტომ რომ რეკლამა მოდის და შემდეგ მთავარი პროკურატურა გვაქვს. მე უბრუნდები რომ აუცილებლად ჩემს მიერ შეტანილი იქნება სარჩელი ონლაინის მიმართ, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანების ტაქტიკა როგორ არის? თუ როგორც თვითონ აზროვნებენ, ისე არ აზრობ, ან რუსეთის აგენტი ხარ, ან კრემლის აგენტი, ან სუსის აგენტი, ყველაფრის აგენტი ხარ. მაგრამ ერთი ფაქტი არის, ჩვენ რო საუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, რაც არ უნდა პროკურატურამ ეხა გამოიძიოს საქმე, თუ მოსამართლე არ განიხილავს ამას კვალიფიციურად და ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო სისტემის მაღალ იერარქიაში ყოფილი უშიშროების და პროკურატურის თანამშრომლები არიან. იგივე უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ადეიშვილის კადრი, ვასილ როინიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, იგივე ადეიშვილის კადრი. დღეს ადეიშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული სასამართლო. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობის ადგენა ჩვენ ეხა ძალიან გაუხარდებოდა ხალხს, საცვლების სამალარო გამოეყარათ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები. და დღეს, როდესაც მაგალითად სამი პოლიციელების უმრავლესობა ახელს გოგაონიას, მაგალითად ეგეთი რამე არ მოხდებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რომ ნარკოტიკი ჩაუდო მან რემბოს იმ მუსიკოს და დავით ჩათირიშვილს ესა რა ქვია ბიზნესმენს, ესეთ ადამიანს გარეთ არავინ არ დატოვებდა. გარეთ არავინ არ დატოვებდა იმ ადამიანებს. სარემონტო კანონი იცი თქვენ და მე მომიწევს. და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ზედმეტად დემოკრატიული არის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ციხეში უნდა იჯდნენ და გამოდიან და უფლებადამცველის მატიის საუბრობენ და აქ შეურაცხყოფას იმაშვებიან. პირველ რიგში ვინაიდან უნდა ჩაგვერთოს თავარი პროკურორი, მე მინდა რამოდენიმე შეკითხვა დავუსვათ, მას ახლა ამ სისულელებს ვერაუყვები არ არსებობს. კაცო დამასრულებელი ჩემთვის ეს ესეა და ვაგზავნოთ იმ შეფასებას რაც არის. გული რო თუნდაც გიხდებოდა, რომ შედიოდი ციხეში გახსოვთ? კი და შეროსულში სივით შემოდიოდი ის კარგად ახსოვს. დამასრულებელი აი ეს სიტყვები იწერება და ყოველ მისხელ აგებს აი ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახე. როდესაც მინდა თავარ პროკურორ დაუსვა შეკითხვა, მას ყავს გამოგზავნილი ის ადამიანი, რომელიც ეს არ უნდა არა, მას არ ყავს გამოგზავნილი, მე მოვიწვიე. ამერით მიღებს ხალბატონო, იგა, ერთ-ერთ პროცესში ვიყავი შათირიშვილის პროცესზე. ამოიღო ტელეფონი და მიღებდა მე. აი ეს კაგებეშნიკური მეთოდები ვერ მოიცილა ამ კაგებე და რუსეთ თქვენსკენ მოიკითხეთ. მე არასდროს არ ყოფილი, თქვენ იყავით მაგ სისტემაში. თავარი რაც არის, მე მინდა თავარ პროკურორს შევეკითხო რამდენიმე რამ. პირველი, როდესაც ჩამოვიდა ოფიციალური დოკუმენტები უკრაინიდან, რომ კანონიერი ქურდი ჩასვეს თვითმფრინავში და გამოუშვეს საქართველოში. რატომ არ დაიწყო გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და რატომ არ გაირკვა ეს? მეორე, როდესაც საუბრობს ნარკოტიკების ჩადებაზე. მოკლედ მინდა ძალიან გითხრათ, 7 ადამიანს აგვეყენა ბრალი, 6 პოლიციელს და 1 დღევანდელ ადვოკატს, გიორგი ონიას. დღეს 6-ვე პოლიციელი მუშაობს ისევ პოლიციაში, მოხსნილი აქვთ ბრალი და არიან დაწინაურებულები. მაინტერესებს, თუ კი მათ მართლაც ჯერათ, რომ ეს ადამიანები იყვნენ ნარკოტიკის ჩამდებები, როგორ შეიძლება ეს ადამიანები დააწინაურონ და იგივე საქმე აკეთებინოთ დღეს. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ნებისმიერი ადამიანისთვის ღიას ხდის ამ ყველაფერს და მესამე, აი ამ კონკრეტულ შემთხვევებზე, რომელიც ხდება ბოლოს 3 წლის განმავლობაში. თუ კი არ არის პოლიტიკური ინტერესი, რატომ არ იწყება გამოძიება? აი, რატომ არ იწყება კორძაიას კონკრეტულ სიტყვაზე გამოძიება? რატომ არ იწყება ლევან კორტავას საქმეზე, როდესაც ახალ დეტალებს ასახელებენ გამოძიება და იმ კანონიერი ქურდების შემოყვანაზე რატომ არავინ დღემდე არ აგო პასუხი? რატო არავინ არ აგო პასუხი ვანო მერაბიშვილის გაყვანაზე, რომელიც ცალსახად ქართული ოცნების მომხრეა თუ არ არის მომხრე, ყველა მიცის რომ ეს ფაქტი დიდი მადლობა, გოგა, მადლობა. ძალიან გთხოვთ, ეხლა უნდა გადავანაწილო 20 წამით. მეტი მართლა აღარ მაქვს გამჭრიან, გისმენთ ირმა, ნინო და ზაზა. თქვა ის, რომ ტაკი მასხარობა უწოდა
პროკურატორმა გოგაუნიანმა სამართლიანობის აღდგენას იმ პროცესს, რომელიც ნამდვილად ვერ დავარქვევთ, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებსაც ღირსება აქვთ აყრილი, ეს ადამიანები ნამდვილად ითხოვენ მათ ღირსების აღდგენას. როდესაც საუბარი იყო წეღან იმაზე, რომ მე რამდენად ვგრძნობ, ანუ სამართლიანობა ჩემთვის სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც აღდგება ჩემი დაცვისყრობის მიმართ სამართლიანობა, როდესაც გამოძიებული იქნება აფრასიძეები, ვაზაგაშვილი, გირგვლიანი, თოდადე რომელიც ელოდება იმ ავტომობილების დაბრუნებას, რომელი ავტომობილებითაც სხვათა შორის ლევან ქარდავა გადაადგილდებოდა და გადაადგილდებოდნენ მაღალჩინოსნები. ველოდები სულხანიშვილს როგორ დაუბრუნებენ ქარხანას, რომელიც წაართვეს. ველოდები თუნდაც კვიციანს, ოღონდ არა ემზარ კვიციანს, რომლის პროცესი დღეს იყო სასამართლოში და რომლის მიმართაც უკანონო განაჩენი დღეს ის სააპელაციო სასამართლოში. აი მაშინ იქნება სამართლიანობა. დიდი მადლობა. ყველაზე მთავარი არის ერთი რამ უნდა ვთქვა, ვერ ჩატარდებოდა, ბუნებრივია, დაიწყო იმედს ვიტოვებ, რომ გააგრძელებენ. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გავჩერდებით. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. აი მართლა არ ვიცი, აღარ მაგდრო, ნინო, ძალიან მოკლედ თქვი. ხურში უკვე მეუნებია რომ უნდა გამჩა. გააკეთა ჩემს მას რეპლიკა და მე მიმაჩნია რომ ეხა რა პოზიციას გააჟღერა კი ბატონო იმ პოზიციაში შემიძლია მას დავეთანხმო რომ თუ სადმე რომელიმე საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს ცხადია უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ მეორე საკითხი არის რომელიც აუცილებლად უნდა აღნიშნო ეს აქ ითქვა ასევე რომ ძალიან კარგი პროცესები მიდის სასამართლოში, მე ვერ დავინახე ეს კარგი პროცესები სამწუხაროდ, იმიტომ რომ პირველივე დღეს როდესაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მივიდა ჩვენ გახსოვს ძალიან გახმაურებული საქმე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანაშემწის დაშანტაჟებისა, რომელსაც პასუხი არ გაეცა. უშიშროების სამშრომელი პირდაპირ აშანტაჟებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიცით როგორ ვირწმუნო ის, რომ დღეს უშიშროება არ აკონტროლებს ისევ სასამართლო სისტემას. თუ აქ აღდგება სამართლიანობა, საზოგადოებას აჩვენებენ აქ გახსნილობას და პასუხებს გასცემენ კითხვებს, შეიძლება ვთქვათ, რომ კი, რაღაცა ათვლის პროცესი დაწყებული არის. ძალიან დიდი მადლობა. მე უნდა მოგიხავთ ბოდიში. ზაზა იმედია მაპატიებს, ჩვენ დრო აღარ გვაქვს პრაქტიკულად. ახალი სარეკლამო კანონის მიხედვით ეხლა ვარ იძულებული რომ რეკლამა გაუშვა, თუმცა იმედია უახლოეს პერიოდში ისევ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ნახოთ რა პასუხებს გაქვთ ჩემ სამართლიანობის განცდასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და ყველაზე მთავარი და საინტერესო შეკითხვა, ბევრი შეკითხვები დაისვა მისი მისამართით, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, რომელიც ირაკლი ალასანიას ეკუთვნოდა, შეპირდა თუ არა ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილი მთავარი პროკურორის სავარდას, რამდენიმე წუთში პროკურორის მოადგილე არის რეაქციის სტუმარი. რეაქცია დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და ახლა გვერდება მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე. ბატონო ირაკლი, საღამო მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ვიდრე დაგისვავთ იმ შეკითხვებს, რასაც გვინდა თქვენთან საუბარი სამართლიანობის განცდასთან დაკავშირებით, მაინტერესებს ხომ არ ფლობთ ინფორმაციას რა მოხდა თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსთან დაკავშირებით ბესიკ ცხადაძემ, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ხომ არ შეგიძლიათ რაიმე გითხრათ ამაზე? მოგესალმებით ინგა, მე მინდა მივესალმო ტელემაყურებლებს, მინდა მივესალმო თქვენ სტუმრებს და მინდა ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მივუსამძიმრო ოჯახს, ჩემთვისაც ეხლა გახდა ცნობილი ამ მოხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ჯერ ძალიან ადრე არის იმაზე საუბარი თუ კონკრეტულად რა იყო და რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თუმცა გამოძიების პოლიციაში შესული შეტყობინებიდან გამომდინარე გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, შესაბამისად ნიშნები არსებობს, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. მიზეზებზე, მოტივებზე და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე შესაძლებელი გახდება საუბარი, მას შემდეგ რაც საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები. კი ბატონო, ირაკლი, თუ შეიძლება მე დაგისვათ რამდენიმე შეკითხვას დღეს აი ამ სტუდიაში განვითარებულ მოვლენებთან და ინფორმაციებთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა ლაშა მახრაძის მკვლელობის საქმეზე. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება და გამოძიებას წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება 12 ივნისს. იმ შემთხვევაში თუ კი სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ანუ ნაფიცი მსაჯულები ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეიძლება ვთქვათ, რომ ოქროპირიძე გათავისუფლდება პატიმრობიდან? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენც საქართველოს პროკურატურაც ძალიან იმედგაცრუებულები ვართ
ამ სასამართლო პროცესის შედეგებით სამწუხაროდ დაგვაგდა გამომტყუნებელი განაჩენისათვის ერთი ნაფიცი მსაჯულის ხმა, რასაც ჩვენ არ მოველოდით ნამდვილად იქიდან გამომდინარე რა მტკიცებულებებიც არსებობს სისხლის სამართლის საქმეში და რა მყარი მტკიცებულებებითაც დადასტურებელია ის ფაქტი, რომ ლაშა მახარაძე მოკლული იქნა გიორგი ოქროპირიძის მიერ. ეს ჩვენთვის იყო ძალიან მოულოდნელი, მე დღეს მოვისმინე ლაშა მახარაძის დედის განცხადებები, რაც ჩემთვის სრულიად გასაგები არის. სრულიად გასაგები არის ის გულისწყრომა და იმედგაცრუება, რომელიც მან გამოხატა დღეს პირდაპირ ეთერის მეშვეობით, თუმცა მე მინდა მას აუხსნა და საზოგადოებას აუხსნა, რომ ესეთი არის დღესდღეობით კანონი, კონკრეტულ მუხლებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში საქმის ბედი დამოკიდებული არის ნაფიცი მსაჯულების, ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეების, არაპროფესიონალი იურისტების გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად აქ პროკურატურა უზლური არის, ერთი მე შემიძლია დავპირდე და უთხრა გარდაცვლილი ლაშა მახარაძის, მოკლული ლაშა მახარაძის დედას, რომ საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს ამ საქმეზე მუშაობას, ჩვენ ძალიან დიდი მუშაობა გავწიეთ, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ამ საქმეზე დამდგარიყო გამოტყუნებელი განაჩენი, რომ ნაფიც საჯულებს მიეღოთ გამოტყუნებელი ვერდიქტი, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდგომი ნაფიცი მსაჯულების პროცესზე ჩვენ მოვახერხებთ ამას და რატო ვერ მოხერხდა? სამართლიანობა იზეიმებს. შეიძლება შეგაწყვეტინებ და ასეთ კითხვას დაგისვამთ. აი, რატომ ვერ მოხერხდა? არ აღმოაჩნდა პროკურატურას დაუშვათ საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ ნაფიცი მსაჯულებისგან მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. რამე ხომ არ დააკლდა პროკურატურას საიმისოდ, რომ აი ეს გადაწყვეტილება მიეღოთ ოქროპირიძესთან დაკავშირებით? მე მინდა გითხრათ, რომ როგორც აღვნიშნე, ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ძალიან რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი სასამართლოსგან, ვინაიდან ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებენ არაპროფესიონალი იურისტები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები. შესაბამისად, აქ მთავარი რიგ შემთხვევებში არ არის ის თუ რა მტკიცებულებები არის და რამდენად არის გამყარებული სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებებითი სტანდარტი, არამედ სხვა რიგი გარემოებები. მით უმეტეს გასათვალისწინებელი არის ქართველებში არსებული მენტალიტეტი. შესაბამისად, როგორც ჩემთვის მაგალითად პირადად პროფესიონალი იურისტისათვის ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, რომ ესეთ სისხლის სამართლის საქმეებზე, ესეთ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროფესიონალმა მოსამართლემ. უნდა არსებობდეს შემდგომ გასაჩივრების შესაძლებლობა, კონკრეტულად ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც პირველი ინსტანცია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მერე კიდევ არსებობს ორი ინსტანცია, სადაც ხდება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადასინჯვა ასევე პროფესიონალი იურისტების მიერ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებაში იურისტების მონაწილეობით, საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით, მთავრობის, პარლამენტარების მონაწილეობით უნდა მოხდეს განხილვა, თუნდაც დღევანდელი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენად ერგება ეს ინსტიტუტი ქართულ რეალობას. შესაბამისად, აი ამის გადახედვა მოხდება, რამდენად ერგება ეს ინსტიტუტი, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ქართულ რეალობას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ 12 ივნისს ოქროპირიძე შეიძლება გათავისუფლდეს, თუ კი ისევ იგივე შედეგი დადგა. მე მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით საქართველოში არის კანონის უზენაესობა, არსებობს ერთი ბრალდების ამ ხმაზე 9 თვიანი საპატიმრო ვადა, რომელიც გარანტირებული არის საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ლაშა მახარაძეს პროცესების დასრულებამდე, გიორგი ოქროპირიძეს პროცესების დასრულებამდე გაუვა პატიმრობის ვადა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს არ იქნება დამოკიდებული არც სასამართლოზე, არ იქნება დამოკიდებული არც პროკურატურაზე, სასჯელ ასრულების დეპარტამენტი თვითონ ვალდებულია ასეთ შემთხვევაში გაანთავისუფლოს პატიმარი წინასწარი პატიმრობიდან. ეს არის ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ოქროპირიძეს გამოძიებამ კიდევ ერთ სხვა საქმესთან დაკავშირებით წარუდგინოს ბრალი. რაიმე თუ შეგიძლიათ ამაზე რომ გითხრათ? მე ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, შესაბამისი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეცნობება საზოგადოებას, თუმცა ამ ეტაპზე მე ესეთი სისხლის სამართლის საქმის არსებობის შესახებ არ შემიძლია დავადასტურო ინფორმაცია. ბატონო ირაკლი, კიდევ მეორე სასამართლო პროცესი, რომელიც იყო დღის ერთ-ერთი მთავარი თემა, საქმეს შეეხება კაბელების საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო
პროკურატურის არც ერთი მტკიცებულება დასაშვებად არ სცნო. ირაკლი ალასანია იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და მან თქვა ასეთი რამ, რომ აუცილებლად დაიყრება შოთაძის და ბარაშვილის თავები, რომ ჩვენ დავაყენებთ მათ პასუხისმგებლობას. ის ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო ივანიშვილის პირადი პოლიტიკური დავალება გაცემული თქვენს მიმართ, რის სანაცვლოდაც ივანიშვილი პირადად თქვენ ალასანიას თქმით შეკვირდა მთავარი პროკურორის სავარძელს. რა სიტყვით ამ ყველაფერზე? ამასთან დაკავშირებით მე შემიძლია განაცხადო, რომ უკვე წელიწად ნახევარზე მეტი არაც ამ თანამდებობაზე მუშაობ. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმე იყო, ბევრი განცხადებები გაკეთდა, ტელევიზიის სხვა მასმედიის საშუალებებით, იგივე ჩემს მიმართ, იგივე გიორგის მიმართ. თუმცა მე მინდა მიულოცო ირაკლი ალასანიას, იმიტომ რომ დღეს მან რეკორდი დაამყარა, არასდროს პირდაპირ ეთერში ჩემი სახელი და გვარი ამდენჯერ არ უხსენებიათ. არ ვიცოდი მე ასეთი პოპულარული თუ ვიყავი მისთვის და თქვენი ეთერით მინდა ვისარგებლო და შევთავაზო მას, თუ სურს შემიძლია ჩემი ავტოგრაფიც გაუგზავნო. რაც შეეხება იმ ფაქტს, რა თქმა უნდა. გამოატანეთ ჩვენს ოპერატორს თქვენი ავტოგრაფი და ამ შეთავაზების კვალდაკვალ ნახოთ მერე მიიღებს თუ არა. აუცილებლად. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო განხილვას, მე მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინა სასამართლოს თომა. დღეს არ ვიცი ეს რატომ ხდება ასეთი სრულ ინფორმაციის გავრცელება, ეს არის მიზარ მიმართული პიარი თუ ვიღაცა შესომაში შეყავს, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ დღეს სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს პროკურატურის ერთადერთი მტკიცებულება ისიც ნაწილში. ეს არის საუბარი ერთ-ერთ ექსპერტიზის დასკვნაზე. ამავდროულად მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ დაუშვებლად იქნა ცნობილი დაცვის მხარის მტკიცებულებებიც, არსებობს შესაბამისი პროცედურები ამ სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების, რომლითაც ჩვენ აუცილებლად ვისარგებლებთ, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სასამართლომ დაუშვებლად ცნობის საფუძვლად ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის მიუთითა ის გარემოება, რომ ექსპერტმა დაუშვა შეცდომა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ექსპერტის შეცდომის გამო, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ არ დაშვებულა, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე არ უნდა დაზიანდეს. აქედან გამომდინარე იმაზე საუბარი, რომ აქ რაღაც ტრაგედია მოხდა. არის ძალიან გადამეტებული და ჩემთვის გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ამაზე მსჯელობა და ამის ესე რომ ვთქვათ, განჭვრეტა შეუძლია მხოლოდ პროფესიონალურ იურისტებს. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საქმე შედგება 21 ტომისგან. 21 ტომი არის სრულად პროკურატურის მიერ შეგროვილი მტკიცებულებები. შესაბამისად იმაზე მსჯელობა, რომ საქართველოს პროკურატურა სხვა მტკიცებულება არ აქვს, არის უბრალოდ აბსურდული. მე ახლა ხელთ მივყრია, რატომღაც არავინ არ საუბრობს ამ საქმეზე სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტს. აქვს შესაბამისი დასკვნა, რომლითაც გამოიკვლია ის თუ რამდენად კანონთან შესაბამისობაში მოხდა ჩვენს მიერ ნახსენების საიდუმლო შესყიდვის განხორციელება და მე მინდა რა კი ეს საკითხი ესეთი აქტუალური არის, რამოდენიმე ამონარიდი წავიკითხო ამ დასკვნიდან კონკრეტულად. 2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროსა და სიკნეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეხვედრის საგანი გახდა რა დამოუკიდებელი კავშირგაბმულობის ხაზი, რასაც თავდაპირველად მოითხოვდა სამინისტრო, არამედ კაბელში არსებული რამოდენიმე მწვერი. შესაბამისად, ანუ არსებითად შეიცვალა შესყიდვის ობიექტი. თავდაცვის სამინისტროს საკუთარი რესურსებით გაცილებით უფრო მოკლე ვადებში და მნიშვნელოვნად იაფად შეეძლო იმ სამუშაოების დიდი ნაწილის ჩატარება, რაც საჭირო იყო საკუთარი მაგისტრალის ასაგებად. აქ რა იგულისხმება თავდაცვის სამინისტროს ყავს საკუთარი დეპარტამენტი, აღჭურვილი საქართველოში არსებული საუკეთესო ტექნიკით, რომელსაც შეეძლო თვითონ შეესრულებინა ეს სამუშაოები. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვის ობიექტის არსებითი ცვლილების შესახებ სხვა პრეტენდენტებისათვის არ უცნობებია და არ მიუცია მათთვის ახალი წინადადებების წარმოდგენის შესაძლებლობა. ანუ რაზე არის საუბარი? როდესაც თავიდან შესყიდვა გამოცხადა უძრავ ქონებაზე, ოპტიკურ მაგისტრალზე და შემდგომში ხელშეკრულება ფორმდება უკვე კაბელის წვერებზე, სხვა პრეტენდენტებს, ვინც ამ შესყიდვაში მონაწილეობდა, არ გააცნეს ამის შესახებ და არ შესთავაზეს, რომ წარმოედგინათ ახალი წინადადებები. მაშინ, როდესაც კაბელის წვერების ღირებულებას და ოპტიკურ ბოჭკოვან მაგისტრალის ღირებულებას შორის არის ძალიან დიდი სხვაობა და ასე შემდეგ. მე ინგა მინდა შემოგთავაზოთ ასეთი რამ, მას შემდეგ რაც წინა სასამართლოს ხტომა დამთავრდება, მე შემიძლია ჩვენი ამ საქმის პროკურორი, ერთ-ერთი პროკურორი გამოუშვა თქვენთან სტუდიაში და ძალიან დეტალურად მოახდენ საზოგადოებისათვის განმარტებას თუ რა მტკიცებულებები არსებობს სისხლის სამართლის საქმეში და
საინტერესო იქნება. მე ეს შემოთავაზება მაქვს თქვენთვის და იმედია თქვენ გაიზიარებთ ამ სიამოვნებით, შემოთავაზებას და ამის იმიტომ რომ ორგანიზებას მოვახდეთ. კი ბატონო, ეს არის ძალიან ხმაურიანი საქმე, რის გამოც ირაკლი ალასანია ამბობს, რომ თქვენი და მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. რომ მოხდეს ისე, რომ ეს ადამიანები გამართლდნენ, ამ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობას აიღებდით თქვენ პირადად? და მთელი გუნდი, ვინც ამაზე მუშაობს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკული დემაგოგია, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც ჩვენ ვისმენთ უკვე ძალიან დიდი ხანია, მე-7 თვეა შესრულდა. ჯერ იყო გვაბრალებდნენ, რომ ჩვენ ჩრდილოატლანტიკურ ევროინტეგრაციის კურსის გადახვევას ვცდილობდით, ესე იგი საქართველოს პროკურატურა ვცდილობდა საქართველოს აესწინა პროდასავლურ კურსს, რაც ამაზე კომენტარის გაკეთება ფიქრობ ზედმეტი არის ყველასთვის. შემდგომ დაგვაბრალეს, რომ ვითამ რომელიღაც ექსპერტი გავიტაცეთ, თავისუფლება აღვიკვეთეთ, ვაწამეთ და რაღაცეები ვაიძულეთ და ასე შემდეგ, რაც ასევე არ დადასტურდა და ეს ბრალდებები გრძელდება და მე ფიქრობ არ დასრულდება არასდროს. ჩვენი პოზიცია არის ასეთი, საქართველოს პოზიცია არის ასეთი, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ შეემილია განმანცხადო. ვიცნობ ამ სისხლის სამართლის საქმეს ძალიან კარგად, ვიცნობ იმ მტკიცებულებებს, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზე. შესაბამისად, ნურავის ექნება იმის მოლოდინი, რომ თავს აარიდებს პასუხისგებლობას და ნურავის ექნება იმის მოლოდინი, რომ შერჩება ხალხისთვის მოპარული საბიუჯეტო თანხები. ამის გარანტიას მე ვაძლევ საზოგადოებას. ეს ბუქარა ვისკენ არის? თავდაცვის ყოფილი ministris არავისკენ არ არის, არავისკენ. ეს ბუქარა არ არის, ეს არის ფაქტების კონსტანტირება, რომ საქართველოს პროკურატურამ მილიონობით საბიუჯეტო თანხების გაფლაგვის ფაქტზე მოახდინა 5 ადამიანის ბრალდება და ამ საქმეს მიიყვანს ბოლომდე. ეს არის ფაქტების კონსტატირება, ეს არის ჩვენი გეგმა ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ჩვენ ამ გეგმას აუცილებლად ნახო, დაველოდებით პროცესების განვითარებას თქვენ ახსენეთ, რომ მიიყვანს საქმეს ბოლომდეო. წეგან ბატონმა ვალერი შოშიაშვილმა ბიზნესმენმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და მის ხელისუფლებას ქონების წართმევას ედავება, ასეთი რამ თქვა, რომ პროკურატურიდან დამიკავშირდნენ და მითხეს, რომ შენი საქმე უკვე დასრულებულია. თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ ამ დღეებში შოშიაშვილმა რამდენჯერმე სცადა შესვლა, შეღწევა, შეჭრა, ასე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილ სახლში, ყვარელში, რომელიც არის დაყადაღებული. რა შეგიძლიათ გითხრათ ამ თემაზე და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ შოშიაშვილის მიმართ სამართლებრივად, როგორც იგი მოითხოვს, სამართლიანობა უпростоრად იქნას აღდგენილი და აი ამ სახლის თემაზე რა შეგიძლიათ გითხრათ, რომელიც ეკუთვნის ყოფილ პრეზიდენტს? მე შემიძლია გითხრათ ამ საკითხზე, რომ რა თქმა უნდა ინფორმირებული ვარ იმის შესახებ, თუ ხსენებულ პიროვნებასთან დაკავშირებით რა მოვლენები ვითარდებოდა წინა დღეებში. მე უბრალოდ მინდა კონკრეტულად ამ პიროვნებას უთხრა, ასევე ყველა ადამიანს მინდა უთხრა, რომელიც ფიქრობს, რომ დაზარალებული არის და რომელსაც მომართული აქვს ჩვენთან, შემოტანილი აქვს განცხადებები და საჩივარი, რომ გამოიჩინონ მოთმინება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მართლაც იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის მომჩივანის განცხადებაზე, საჩივარზე მოხდეს ეფექტური და სამართლიანი რეაგირება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს დეპარტამენტი. ხშირად ხდება არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს ამ დეპარტამენტის შექმნის შემდგომ დაიწყო იმ საჩივარ განცხადებების განხილვა, რომელზეც საუბარი არის და რომლის მოლოდინიც არის ხალხში. მე მინდა ხალხს უთხრა, საზოგადოებას უთხრა, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა ამ დეპარტამენტის შექმნიდან. მანამდეც მიმდინარეობდა ეს პროცესი და ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმე არის, რომელზეც შესაბამისი შედეგი იქნა დამყარებული. უბრალოდ ეს დეპარტამენტი შეიქმნა იმ მიზნით, რომ როდესაც ჩვენ მუშა პროცესში მივედით იმ დასკვნამდე, რომ ესეთი პროკურატურის ძველი სისტემით მუშაობა ამ საქმეზე და სასწრაფი ეფექტური შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ახალი დეპარტამენტი და დაკომპლექტა სრულიად ახალი შტატებით, რომელთა მიმართ არც ერთის მიმართ არ არსებობს არანაირი საჩივარი. შესაბამისად, მე მინდა ყველა ამ ადამიანს შევპირდე იმას, ვისი საჩივარიც არის ჩვენთან შემოსული, ვისი განცხადებაც არის შემოსული, რომ ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ყოველდღიურად 24 საათიანში მიმდინარეობს ეს მუშაობა და თითოეულ ადამიანს მინდა დავპირდე, რომ ვისი უფლებებით დაირღვა უკანონო სხვადასხვა მოქალაქეების მხრიდან ჩვენ შევეცდებით, რომ ეს უფლებები აღუდგინოთ. ჩვენ ნახეთ ამ დღეებში ხუთ დაზარალებულზე კონკრეტულ საქმეებზე გულისხმობ ავტომანქანების თემას, როგორ მოხდა მათთვის დაბრუნება, მაგრამ ეს ხალხი, დანარჩენები, ვისაც ძალიან დიდი ქონება აქვს დაკარგული იმ წლებში, ითხოვენ, რომ უკვე დიდი დრო არისო გასული და ისინი ითხოვენ სამართლიანობის
მდგომარეობის აღდგენას, აი თავისი თემების კვალდაკვალ ერთი კითხვა მინდა დაგისვა, თუ შეიძლება. არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ პროკურატურის ეს ახალი დეპარტამენტი, რომელზეც თქვენ საუბრობდით, იძიებს ომეგას და ტელეკომპანია იბერიის საქმეებს. საუბარი არის იბერიის წართმევასა და ომეგაში სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრაზე. და არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მოსალოდნელი იყოს მიხეილ სააკაშვილის და კიდევ ერთი დამატებითი ბრალი წარუდგინოს სწორედ ამ საქმეზე. რა სიტყვით? მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა მე ვხვდები, რომ ამ ხალხისთვის, ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი დაზარალდნენ, მათი უფლებები დაირღვა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა ეს უფლებების დარღვევები, რა თქმა უნდა ეს ხუთი ფაქტი არაფრის მანიშნებელი არ უნდა იყოს. მაგრამ მე შევეცდები ახსნა ის ახალი პროცედურა, ის ახალი შესაძლებლობა, რაც შეიქმნა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, რისთვისაც მე მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი, რომ მიეცა სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდეს სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონებების მარტივი პრივატიზების ფორმით სიმბოლურ ფასად ერთლარად უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების გარეშე ფაქტიურად ეს პროცესი გაგრძელდებოდა ერთეულ საქმეზე წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და სწორედ ამ ინსტრუმენტმა და მექანიზმმა მოგვცა ჩვენ სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც მოხდა დღეს და მოხდა 5 ადამიანისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად ეს პროცესი გაგრძელდება და ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური და შეუქცევადი. შესაბამისად მე შემიძლია გითხრათ, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელთა უფლებები არის დარღვეული, შესაძლებლობა აქვს იმედი ქონდეს საქართველოს პროკურატურის, რომ აუცილებლად თითოეულ ამ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც შემოტანილია ეს არჩივრები, მიიყვანს ბოლომდე. იბერიის თემას რაც შეეხება და სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას, ამაზე თუ შეგიძლიათ რა ტელევიზია იბერიის თემას რაც შეეხება. გამოძიება მიდის ამ კუთხით, დიახ. დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარეობს ამ მიმართულებით გამოძიება, იმიტომ რომ ამ ტელევიზიის დამფუძნებლებს პრეტენზია აქვთ გარკვეული მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომ მათ ტელევიზია წაართვეს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ამ ეტაპზე მე თავს ავარიდებ უფრო დეტალურად საქმის არზე და დეტალებზე საუბრისაგან, ვინაიდან გამოძიება გრძელდება, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებას დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ. და სულ ბოლოს ერთი კითხვა მინდა დაგისვა, ჟურნალისტი ირაკლი კორძაია წეგან ჩვენს ეთერში საუბრობდა ასეთ ფაქტზე, თითქოს მას ხარძიანი საქმეზე გაჩუმების სანაცვლოდ შეხვედრაზე, რომელიც შედგა სოზარ სუბართან და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან, გაჩუმებას თხოვეს და ამის სანაცვლოდ ჯილდოს შეთავაზება მოხდა. ხომ არ ფიქრობს პროკურატურა, რომ ამ თემაზე დაიწყოს გამოძიება? უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აუცილებლად გავარკვევით ამ ფაქტში, მოხდება შეხვედრა და გასაუბრება ირაკლი კორძაიასთან, მოხდება ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება და საქმეში გარკვევა და რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივი რეაგირების შესახებ. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებ. მაშასე თქვენ უსმენთ მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს ირაკლი შოთაძეს, ჩვენი კითხვის საპასუხოდ შესთავაზა თუ არა მას ბიძინა ივანიშვილმა მთავარი პროკურორობა, ერთ-ერთ მოკლე კომენტარად მან განაცხადა, რომ მზად არის ავტოგრაფი გაუგზავნოს ირაკლი ალასანიას, რომელიც ასეთ დაინტერესებული არის შოთაძის გვარის ხსენებით და გადაცემის დასასრულს ერთი თემა, რომელსაც მე ვერაფრით აუვლიდი, გვერდს სტიქიისგან მიყენებული ზარალი და უკიდურესად დაზარალებული თამაზელის ბარაშვილის თავშესაფარი, ცხოველთა თავშესაფარი, დაღუპული ძაღლები და ის ყველაფერი, რაც ხდებოდა იქ ამ დღეებში. საზოგადოება ამ ტრაგედიამ, ამ ამბავმა შოკში ჩააგდო და თითქმის არ მეგულება ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს არ მიიტანა იმ ძაღლების ბედი, ვინც იქ იმყოფებოდა და ერთს ვიტყვი მხოლოდ ამ ძაღლებს თავის დროზე უარი უთხრეს პატრონობაზე საკუთარმა პატრონებმა და მათ მზრუნველობას უწევდნენ სწორედ ამ თავშესაფარში. რა ეშველებათ ეხლა მათ პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი ჩაგვერთვება უახლესი ინფორმაციით, რა ხდება ამ წუთებში ცხოველთა თავშესაფარში. მე ვიცი, რომ ამ დღების განმავლობაში უამრავი ადამიანი საკუთარი ინიციატივით მიდიოდა იქ და დახმარებას თავაზობდა ბატონ თამაზ. გისმენ ცოტნე. ინგა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიახ, 2 დღის განმავლობაში მართლაც საზოგადოებამ არნახული თანადგომა გამოუცხადა თამაზ ელიზბარაშვილს და მის თავშესაფარს. ჩემს უკან თქვენ ახლა სწორედ ამ ადამიანებს ხედავთ, რომლებიც მუშაობენ და ასუფთავებენ ტერიტორიას. უნდა
ითქვას, რომ ხუთშაბათს გამთენისას სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარს. ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, მდინარე ვერე მთლიანად დატბორა. აქ მდებარეობს ასევე ვოლიერები. სამწუხაროდ მოვარდნილმა წყალმა იმსხვერპლა 25-მდე ჩვენი 4 ფეხა მეგობარი, 60-მდე ძაღლი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ჩვენთან ერთად იმყოფება თამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც აქ იმყოფებოდა სტიქიის უბედურების დროს და ის თავად ცდილობდა გადაერჩინა ძაღლები იმ საშინელებისგან, რაც აქ ტრიალებდა. ბატონ თამაზ, სანამ გაიხსენებთ კონკრეტულად რა მოხდა ხუთშაბათს გამთენისას, იქნებ გვითხრათ რა მთავარი პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი ტერიტორიაზე და რაში გჭირდებათ დახმარება. პრობლემაზე ცოტა მოგვიანებით. ინგა მოგესალმები. საღამომშვიდობა. ძალიან მიყვარხარ გენაცვალე და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შემოკარგო. ეს ახლოს რომ მიგაქვს ჩვენი 4 ფეხა მეგობრების ბედი. მინდა ასევე დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ მოხალისეს, ყველა იმ თბილისეს, რომელიც ამ 2 დღის განმავლობაში 24 საათიანი რეჟიმით გვედგა გვერდში და ახლა ჩემს უკან ხერავთ თქვენ კიდე არ დაშლიან და ალბათ დღესაც გაათენებენ ღამეს, რომ დროზე აღვადგინოთ ყველაფერი, გავიტანოთ ეს მიწა და ქვიშა, რაც დაგვიტოვა აი ამ სტიქიამ და აღვადგინოთ ეს დანგრეული პირველი იარუსი თავშესაფრის. მეორე და მესამე იარუსი არ დანგრეულა, ღმერთის წყალობით, მაგრამ ყველაზე დიდი ზარალი და ტკივილი, ესე იგი, ჩემი არის ის 25 ძაღლი, რომელიც დაიღუპა და 60-მდე ძაღლი, რომელიც მდინარემ წაიღო. ნეტად დანგრეული იყო სუმთლიანად ყველაფერი და ეს ძაღლები გადარჩენილი იყვნენ. ისეთი კარგები იყვნენ და ერთგულები იყვნენ, არა მარტო თავშესაფრის თანამშრომლების, არამედ მთლიანად ადამიანების. ბატონ თამაზ, რომ გითხრათ, ანუ კონკრეტულად რა მოხდა ხუთშაბათს გამთენისას, აი რომ გაიხსენოთ დეტალურად რა ხდება. ხუთშაბათს გამთენისას არა, პირველ საათზე ღამეს ამოვარდა კალაპოტიდან მდინარე ვერე. აი აქ სადაც ჩვენ დგავართ ახლა, იყო ჩემზე მაღალი წყალი, 2 მეტრი წყალი მოდიოდა. ძაღლები, ესე იგი, ვოლიერებში ჩაგეტილები, ეს უცებ წამებში მოხდა. იყვნენ ჩაგეტილი ვოლიერებში და მოკლედ რამდენი ვოლიერის დაღებაც მოვასწარი და ექინა ძაღლის გამოყვანა გამოვიდნენ სამშვიდობოზე, მაგრამ დანარჩენი ძაღლები წყალმა აიტაცა და მოკლედ გაიტაცა. აი ეს არის გმირი ძაღლი, ლედი, მე მინდა მისი პატრონის გასაგონად თქვა, 12 წლის ქართული ნაგაზი ზუ გახდა გმირი, 4 ძაღლი გადაარჩინა აი ამ ძაღლმა და მე მინდა მისი პატრონის გასაგონად თქვა, სირცხვილი შენ ადამიანო, აი ამ ძაღლის მიტოვებისთვის და რატომ მიატოვა? მოხუცდა 12 წლის არის და იმის გამო მოგვიყვანა თავშესაფარში. მაგრამ ამ ძაღლმა დაამტკიცა, რომ ძლიერია, ჯანმრთელია და შეუძლია აი ესეთი საქმე, რომ საქმეს კი ჩაიდინოს და გააკეთოს. საოცრება გააკეთა აი ამ ძაღლმა. ბატონ თამაზ, რასეთ ხოდით? ცოტნე თუ შეიძლება რასეთ ხოდით იმ ადამიანებს, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, რომ მოვიდნენ და გეხმარონ, რა შეგვიძლია ჩვენ რომ გავაკეთოთ თქვენი თავშესაფრისთვის? თქვენი ცირკების ეს ძამძიმე თემა და სასწაული გააკეთეს ამ მოხალისეებმა. ასე იგი, ამ 2 დღის განმავლობაში დღეში სადღაც 500-მდე ადამიანი მოდიოდა დასახმარებლად და 2400 კვადრატულ მეტრზე მოახერხეთ ჩვენ სადღაც ათეულობით ტონა აი ამ ესე იგი ნაგავის გატანა ქვიშის და მიწის, ეს ერთმანეთში აზელილი მასა იყოს აშინელი. და ფაქტურად განთავისუფლებული არის აი ამ ნარჩენებისაგან ტერიტორია და ეხლა მე ხვალიდან უკვე დავიწყებ ვოლიერების აღდგენას. მოვიყვან ესე იგი სამშენებლო ბრიგადა და დავიწყებ ამის აღდგენას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს კიდევ ერთხელ ვის დროში დამიდგა, მათ შორის მერის სამსახურს, დასუფთავების სამსახურს, განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ახალგაზრდა ჩვენი რაიონის ვაკე საბურთალოს ძალების გამგებლის გულისხმიერება ყოველდღე მოდის და გვანხრევებს. მაგრამ აქვე მინდა ესე იგი მე პრობლემაზე საღვნიშნო პრობლემა რა არის? თავშესაფრის გარე პერიმეტრზე არის შეულებრივი გზა მუნიციპალიტეტის, რომელიც ჩახერგილი იყო მერის სამსახურმა იმუშავა დასუფთავების, მაგრამ ნახევარი დარჩა გასატანი და თუ გაიტანენ ამას, ხო კარგი, თუ არა და გამაგებინონ მაინც, კაცო, ჩემი ხარჯით და ჩემი სახსრებით გავიტან და გავუსუფთავებ მაშინ ამ ქალაქს, აი ამ გზას, იმიტომ რომ ამ გზით მარტო თავშესაფარში მოსვლელი კი არ სარგებლობს, იქ სასაფლაოზე ადის და ხალხი ვერ მოძრაობს, სასაფლაოზე ვერ გადის. მადლობ, ცოტნე. ეხლა მე მექნება შენთვის ერთი თხოვნა, რომ აი მან მყოფ იმ ჩვენს 4 ფეხა მეგობრებს, რომელზეც ეხლა ბატონი თამაზი საუბრობდა, რომ აი ერთ-ერთმა ძაღლმა მაგალითად დანარჩენი რამდენიმე ძაღლი გადაარჩინაო, უბრალოდ მოეფერო. მე კი მათ პატრონებს ვეთყოდი, რომ
ძაღლი იმისთვის არ არსებობს მარტო რომ აქეთ მოგანიჭოს ბედნიერება, ხანდახან იქითაც სჭირდებათ მათ ბედნიერების მინიჭება და ჩემი აზრით, როდესაც ძაღლს თავშესაფარში აბარებ, იქ შენი სიყვარული ცხოველების მიმართ მთავრდება მაპატიეთ ამ იმპერატიული ტონისთვის, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი მძიმე ინფორმაცია, რომელიც პირადად მე მივიღე იმ დღეებში, იმ დღეს, როდესაც გავიგე რა მოხდა. მე დავამატებთ 65 ძაღლამდე გაიტაცა ადიდებულმა წყალმა და 5 ძაღლი ვიპოვეთ. დღეს გარიყული იყო მზიურის პარკის სანა ნაპირზე. ცოცხლები იყვნენ და მათ შორის ერთი არის, მინდა ეხლა თქვენი ეთერის საშუალებით შევეხმიან, რომ მის პატრონს, რომელმაც 10 დღის უკან ჩააბარა, ეს არის როტვეილერის და გერმანული ნაგაზის ნაჯვარი ძუ ჯინაქვია სახელად. მისმა ჩამბარებელმა დამირეკა სტიქიის ღამეს გვიან, მაგრამ მე უთხარი ის მწარე რეალობა რაც იყო, უთხარი რომ გაიტაცა თქო წყალმა ძაღლი და შეაშფოთა და ტერილი დაიწყო ქალბატონმა, მაგრამ მე მინდა უთხრა რომ ძაღლი ვიპოვეთ, აი ამ 5-დან ერთ-ერთი ძაღლი იყო ჯინა, რომელიც ამჟამად არის ჩვენთან თავშესაფარში, მესამე ზონაში და შეუძლია მოვაკითხოს ძაღლს, თუ ექნება სურვილი დაებრუნოს ძაღლი და წაიყვანოს უკან სახლში. დასასრულისკენ მეც მინდა ვთქვა, ბატონ თამას ალბათ მოერიდა ეთქვა, პრობლემა მთავარი რაც არის დარჩენილი ამ დროისთვის არის ის, რომ გაჭედილი არის, თითქმის პარალიზებულია კანალიზაციის სისტემა ამ ტერიტორიაზე და მას სჭირდება დახმარება, რომ ეს კანალიზაციის სისტემა მთლიანად გაიწმინდოს. მე წარმატებას უსურვებ ამ ადამიანს ამ კეთილ საქმეში და ვიმოდენთ, რომ ყველა პრობლემა უახლოეს მომავალში ძალიან ოპერატიულად მოგვარდება. მადლობა შენ იმისათვის რომ დიდი მადლობა ინგა შენ რომ დაინტერესდი და ასე ახლოს მიიტან ეს ტკივნეული თემა. დიდი მადლობა კიდევ. კარგად იყავით. მადლობა თქვენ იმისათვის, რასაც აკეთებთ, იმ სიყვარულისთვის, რასაც ჩვენ გძნობთ თქვენი მხრიდან ცხოველების მიმართ. ეს იყო ცოტნე გეგეჭკორი, რომელიც ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან გვერდთვებოდა და გადაცემის ბოლოს ერთი ინფორმაცია უნდა წავიკითხო. თავდაცვის სამინისტროს განცხადება, თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გადაცემა რეაქციაში ჩვენს გადაცემაში გავიდა ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელმა აღმოაჩინა ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოსასმენი აპარატურა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ხიდაშელმა ეს განცხადება მერაბ მეტრეველთან გადაცემაში გააკეთა პალიტრაზე. განცხადებაში მან აღნიშნა, რომ მოსასმენი აპარატურა აღმოჩნდა ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს და ალასანიამ შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა. სამინისტრო არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში სააგენტოებს ადანაშაულებს. მე აქვე ჩემი მხრიდან მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთო განმარტება იმის შესახებ, რომ ჩვენ წავიკითხეთ ამონარიდები გავრცელებული ინფორმაციიდან და თუკი ჩვენი მხრიდანაც იყო ერთგვარი უზუსტობა ამ თემასთან მიმართებაში, აქვე მე ბოდიშს მოუხდი თავდაცვის მინისტრს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენც ასევე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დავსვით ეს შეკითხვა თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან. მაშასე გაქვთ თუ არა სამართლიანობის განცდა, ეს იყო ჩვენს მიერ დღეს დასმული შეკითხვა. 8513 ზარი არის შემოსული, აქედან 6363 ზარის ავტორი ამბობს, რომ მათ არ აქვს სამართლიანობის განცდა, 2150 კი ამბობს, რომ მათ ეს განცდა აქვს. ასეთი იყო დღევანდელი რეაქცია. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ვფიქრობ არ იყო უინტერესო გადაცემა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით კვირას, კვირის მთავარი თემები, ძალიან საინტერესო რეპორტაჟებით იმედის კვირაში, საღამოს 8-ზე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, ნახვამდის.